მოგესალმებით ძვირფასებო ჩემი სივრციდან, ეს არის ჩვენი მორიგი ეპიზოდი და ყველაზე საინტერესო პოდკასტი უნდა იყოს დღეს, იმიტომ რომ დღეს უნდა ვილაპარაკოთ ზუსტად იმ უმნიშვნელოვანესი მოვლენის შესახებ, რომელიც ჯერ ბოლომდე მე მგონი არც არის გამოკვლეული, თუმცა ჩვენი მისია არის, მე და ნინოს მისია და ნინო თავად წარდგება ახლა თქვენ წინაშე, მნიშვნელობა დაგანახოთ ამისი, იმიტომ რომ მე მგონი აი დღევანდელი ადამიანი აი ამისი ძალიან დეფიციტი აქვს ამისი და აი ამისი დეფიციტი განაპირობებს მის მე მგონი 50% ჩივილებს, რაც კი რაიმე ჯანმრთელობის გართულებები აქვს. მოკლედ, ჩემი სტუმარი არის ნინო. დავუშვათ არ გიცნობს მაყურებელი, შენი გამოცდილება მოგვიყევი, შენი პროფესია, რასთან მუშაობ და სად მუშაობ? მივესალმები პირველ რიგში თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ვიზიტით თქვენთან. მე ვარ ნინო გზირიშვილი, მე ვარ ნევროლოგი, ნეიროფიზიოლოგი. ვმუშაობ ამერიკული ჰოსპიტალ თბილისში, ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების მიმართულების ხელმძღვანელი ვარ. და უკვე დაახლოებით 15 წელია ამ მიმართულებაში ვარ. რეზიდენტურა გავიარე თურქეთში, სტამბულში, ჯერახფაშას უნივერსიტეტში, პარალელურად მაქვს ობზერვერშიპები, ასე ვთქვათ, UCL ჰოსპიტალში, ლონდონში, ასევე სტენფორდში, ამერიკაში და ძალიან დიდი როლი ითამაშა ასევე ჯეფერსონის უნივერსიტეტის ეპილეფსიის ცენტრმა და ძილის დარღვევების მიმართულებამ, ჩემზე რომ მე დღეს საკმაოდ მნიშვნელოვან მიმართულებას ვმართავ, როგორიც არის ეპილეფსიის პრექირურგიული დიაგნოსტიკა. როგორც მიხვდით, ჩემო ძვირფასებო, ჩვენი დღევანდელი თემა იქნება ძილი და აი მის შესახებ ყველაფერი. ყველაფერი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ ძილზე დღეს. მე მინდა რომ აი მართლა ძალიან გულით მინდა რომ გოგონებს განსაკუთრებით დავანახოთ ძილის მნიშვნელობა. იქ შეიძლება ეხა პარასკევი შაბათი კლუბში გავიდეთ, გავერთოთ ძილი აგვერიოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ძილის ბანკი რაც არის აუცილებელი აი საათობრივად როდის აუცილებელია საათი თუ როდის ამაზე ვისაუბროთ და ასე შემდეგ. მაგრამ პირველი კითხვა ჩემთვის არის რატომ გძინავს საერთოდ? ძალიან საინტერესოა. მოდით დავიწყოთ იმით, რომ ცოტა მიმოხილვას გავაკეთებ, რომ კაცობრიობის ისტორიაში ძილის შესწავლა ორ ეტაპად და ორ ხანად არის დაყოფილი. ეს არის ფილოსოფიურ მისტიკური და ეს არის სამეცნიერო მიმართულება. და ფილოსოფიურ მისტიკური მიმართულებიდან ჩვენ წელთაღრიცხვით, ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნიდან არის აღწერილი ტრაქტატებში, მაგალითად არისტოტელეს აქვს აღწერილი ძილის და ღვიძლის თანაფარდობა. ზოგადად რატო დგება ძილი და მას მიაჩნდა, რომ ძილი დაკავშირებული იყო სწორედ კვებასთან. ანუ კვებით გამოწვეული რაღაცა ორთქლი ადის ტვინში, წარმოიდგინეთ. და ეს განაპირობებდა ძილს. მაგალითად ჰიპოკრატე ფიქრობდა, რომ ძილი მაშინ დგება, როდესაც სისხლი გადაინაცვლებს ღრმად ორგანიზმში და ეს არის ძირითადი მიზეზი. ტვინი სარიელდება სისხლს. დიახ, აი, წარმოიდგინეთ როგორი დამოკიდებულებები. და ეხა როგორ შეიცვალა ეს? 19 საუკუნიდან მიუდგნენ როგორც მეცნიერულად და სწორედ აღნიშნეს, რომ ძილი მის მერე რაც ანატომია შეისწავლეს, ნეიროანატომია, ნეიროფიზიოლოგია, ეს არის მთელი ცირკადული პროცესი ჩვენს ორგანიზმში, რომ ძილი ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი კი არა, ეს არის სასიცოცხლო დაუცილებელი პროცესი. ზოგადად ძილის განმარტება რა არის? კლინიკური თვალსაზრისით. ძილი ეს არის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მეხსიერების დროებითი გამოთიშვით, ანუ კომუნიკაციის გაქრობა ხდება საზოგადოებასთან და ზოგადად სამყაროსთან და კუნთების მოდი ვთქვათ, კუნთების სისუსტით. აი ეს არის ძირითადი სხეულის პარალიზებით, ხო? პარალიზებას გეტყვით როდის ხდება? ანუ ყოველთვის პარალიზებული არ არის. ეს არის უკვე ფაზებზე რო გადავალთ, მე მინდა რომ ფაზებზე ველაპარაკო. აუცილებლად გადავალთ მაგაზე ჯერ. და შემდგომ პარალიზებული რატოა კუნთები, ამაზეც ვილაპარაკოთ. ზოგადად რა არის ძილის მნიშვნელობა? აი რა კითხვათ, რატომ გძინავს? ხო, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ, ძილში არც არ ვაკეთებთ. რეალურად პროდუქტიულობა ადამიანის ფუნქცია რომ არაფერს არ ვაკეთებთ. ეს არის რომ ჩვენ ფიზიკურად არაფერს არ ვაკეთებთ, ამ დროს ძილის დროს ტვინი ყველაზე მნიშვნელოვან პროცესშია.
ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის აღდგენითი პროცესი. რას გულისხმობს აღდგენითი პროცესი? ძილის დროს ხდება ცილის ბიოსინთეზი. ცილა ეს არის ერთადერთი მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშენი მასალა, რომლის მეტაბოლიზმის დროს ხდება ATP-ის დაგროვება ჩვენს ორგანიზმში და უკვე რომ ვიღვიძებ, ATP ეს არის ენერგია. ეს არის ენერგია, აი როგორც მანქანისთვის ბენზინი, ასევე ჩვენთვის ეს არის ATP, რომელიც ხდება უჯრედულ დონეზე და ძალიან ბევრი ჭირდება ყველგან, თვალის დახამხამებაზე ჭირდება ATP-ის გამოგება აზროვნება ეს ATP-ის გარეშე უბრალოდ როგორც მანქანა ვერ გაივლის, ხო? საწვავის გარეშე, ისე ჩვენ ვერ ვიაზროვნებთ, ვერ შევჭამთ, არანაირი ფუნქცია არ გვექნება. ანუ ძილში წარმოიქმნება ეს მხოლოდ ძილში, ანუ ცილების ბიოსინთეზი. რაც შეეხება აღდგენასთან მიმართებაში აქ ჩავშლი, რომ იმუნური სისტემის გაძლიერება ხდება მხოლოდ ძილში. და ყველაზე მნიშვნელოვანი რის გამოც ხდება რომ ჩემთან მომართვიანობა არის ძალიან გაზრდილი რომ მეხსიერების სირთულეები დაგვეწყო ექიმო. აი, როდესაც იწყებენ რომ მეხსიერების პრობლემები აქვთ. პირველი კითხვა უნდა ვკითხოთ როგორ გძინავს, რადგან ძილი ეს გახლავთ მეხსიერების კონსოლიდაციის ცენტრი. ანუ რას გულისხმობს კონსოლიდაცია მეხსიერების? რომ დღის განმავლობაში მიღებული ჩვენი ინფორმაციას ძილში უკვე ვახარისხებ, ანუ ძილი ახარისხებს და გადააქვს ხანგრძლივ მეხსიერებაში. და როდესაც ძილის დეფიციტი ხდება, ღრმა ძილი არ დგება, ამაზე ვილაპარაკებთ, სურაფაზებისგან შედგება ზოგადად და შესაბამისად მეხსიერების სირთულეები იჩენს თავს. ეს რა თქმა უნდა, ეს არ ხდება რომ 1-2 და short memory-ში გადმოაქვს, ხო? მე როგორც ვიტან short-დან გადააქვს long term memory-ში. ანუ ხანგრძლივ მეხსიერებაში. ძილი როცა არ არის, რჩება იმ ხანმოკლე მეხსიერებაში. ანუ ძალიან უჭირთ დაუშვათ წინა დღით მიღებული ინფორმაციის გააზრება, გაანალიზება, უკვე ეჩვენებათ, რომ ალცჰაიმერის რისკში ქვეშ ხომ არ არიან, ანუ ასე ვთქვათ, მოსახლეობაში სკლეროზი. არა და უბრალოდ 2 საათამდე არ სხდო, რომ დაიძინე 12-მდე. ნუ ეხლა ვილაპარაკებთ მოდით მექანიზმზე, ორი ძირითადი მექანიზმი მუშაობს ძილის დროს, ეს არის ცირკადული რიტმი. ცირკადული რიტმი რას გულისხმობს? ეს არის ჩვენი ბიოლოგიური საათი. ბიოლოგიური საათი როგორ დგება? ესე იგი, როდესაც თენდება, ჩვენ გვაქვს ბადურა თვალში, რომელიც ატარებს სხივს, ეს შესაბამისი ტრაქტით, ანუ მხედველობითი ტრაქტით, მიდის ჩვენს პირველად მხედველობის ზონაზე, რომელიც არის კეფის წილში, ნუ წილებზე აღარ ვილაპარაკებ, რამდენიმე ძალიან მინდოდა რომ ტვინი მოგვეტანა და რაღაცა ესე გვესაუბრა, მაგრამ ხო, მე მგონია რომ რთული ამბავია. ძალიან გავიჭედებით თემატიკაში, თორე ამაზე საინტერესო მართლა არაფერი არ არის, იმიტომ რომ ანატომია საზღვრავს ფიზიოლოგიას და ფიზიოლოგია მე ყველაფერს რა და. მოკლედ ეს ბადურა ატარებს ამ ჩვენს სხივ, ანუ თვითონ მზის სხივს, ანუ როცა თენდება, ატარებს ბადურა ამ სხივს, მიდის პირველად ამ მხედველობის ცენტრზე და ხდება კორტიზოლის გამომუშავება ძალიან აქტიურად. თქვენ ალბათ იცით და გაგიგიათ რომ კორტიზოლი ეს არის სტრესის ჰორმონი და როდესაც არის დეპრესია და შფოთვა იწყებენ კორტიზოლის განსაზღვრას. კორტიზოლი ეს არ არის მარტო სტრესის ჰორმონი, ეს არის სწორედ ის ჰორმონი, რომელიც ჩვენ გვაძლევს ენერგეტიკას. ასე ATP პირველი აი ამას გააქტიურებს, რომ ჩვენ გავიღვიძოთ. ესე იგი, როგორც კი ვიღვიძებ და კორტიზოლი იწევს მომატებას, ჩვენ გვიღვიძავს და შესაბამისად, რომ ღამდება და მზის სხივი აღარ არის, ხო? ამ დროს ჰიპოფიზი გამოიმუშავებს ჰორმონს, ძილის ჰორმონს მელატონინს. მელატონინის დადგომის დროს უკვე იწყება ძილის შეგრძნება, ძილის სურვილი. მელატონინის გამოყოფა როდიდან იწყება სხეულში? მელატონინის გამოყოფა იწყება ორგანიზმში დაახლოებით 10-დან 11 საათამდე, აი პიკს აღწევს. თუმცა აქ მეორე ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ჰომოსტაზური წნევა ქვია აი ამ პროცესს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი ჰომეოსტაზური წნევა ჩვენი ორგანიზმის. ეხლა ეს რას ნიშნავს? ანუ რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში გვხვიძავს, ანუ მაგალითად გავიღვიძე 8 საათზე წავედი სამსახურში, ვიმუშავე, აქტიური ვარ, საკმაოდ დიდი ინფორმაცია მივიღე, ან სპორტული აქტივობით ვარ დაკავებული, ან ძალიან ბევრი ფიზიკური აქტივობა მქონდა. ანუ რაც უფრო დღე არის ხანგრძლივი, მით მეტი ადენოიზინები გროვდება ორგანიზმში. ეს არის ნივთიერება, ჩვეულებრივი როგორც მელატონინი, ასევე ნივთიერება, ჰორმონია, რომელიც გროვდება ჩვენს თავის ტვინში, აი ჩათვალეთ ATP-ის ნარჩენი პროდუქტი. By-product. აი ზუსტად, რომელიც ტვინში ლაგდება და აი ეს უკვე გაძლევს სურვილს, ეს არის
ჰორმონის სურვილი, რომ ძილი დადგეს. და ანუ დაჟე უფრო მეტად აიძულებს სხეულს რომ მელატონინი რიტმი არ არის, კი, ანუ ეს გადაღლა. ჩვენს ენაზე გადაღლა, გადავიღალე, ხო. როდესაც იღლება ორგანიზმი, ეს არის უკვე გება უფრო მარტივად სურვილი, რომ უნდა დაიძინოს ორგანიზმმა. და აი ეს ტვინი ათავისუფლებს მერე ძილის დროს აი ამ ტოქსიური ნივთიერებებისგან და შესაბამისად მერე იწყება აი და ჩვენს რეალობაში რა ხდება? ამას ებრძვის ადამიანი აი 9-დან 10 საათამდე აი მithვლება რომ იწყება ამას გებს და ამას რომ გადააგორებს მერე 2 საათამდე კარგად არის, მერე კიდე 2 საათზე ებრძვის ორგანიზმი, მაგასაც გადააგორებს. ცირკადული და ბიოლოგიური რიტმი გადალახა, ყველა დამეთანხმებით. თუ ეს ფიზიოლოგიური საათი გადაულახეთ, მერე ჩაძინება ძალიან გვიჭირს. სწორედ იმიტომ გვიჭირს, რომ ჩვენ ვაიძულებთ ჩვენს რეცეპტორებს, აი ჩვენს აი ესე ვთქვა, წარმოიდგინეთ, ხო ვთქვით რა არის მექანიზმი, ხო ძილის დატკომის. და სხეული მუდმივად გველაპარაკება და ვაიგნორებთ. კი ბატონო, ვაიძულებთ ამ გაჯეტებით, ამ ეკრანით, ამ ფერადი გამოსხივებით, რომ იყოს გაღვიძებული, ხელოვნურად გაღვიძებული. და კიდე მიიღოს რაღაც ინფორმაცია. ინფორმაცია მუშაობს, რა თქმა უნდა. ალბათ დამეთანხმებით თქვენც, რომ ძილის წინ ვარჯიში კატეგორიულად არ შეიძლება, ხო? იცით როგორ არის? მე ეს რაღაცას ვეუბნები ხოლმე, საერთოდ იმდენად უვარჯიშებელი არის ეხლანდელი საზოგადოება და იმდენად მნიშვნელოვანი არის ფიზიკური აქტივობა დღის განმავლობაში, ხო? ეხლანდელი ადამიანისთვის, იმიტომ რომ სულ ზივართ. ადრე ჩვენ არ გქონდა ეგ მაგ პრობლემის წინაშე კაცობრიობა არ იდგა, ხო? შესაბამისად ვეუბნები, როცა მოგიხერხდება, მაშინ ივარჯიშე, მაგრამ შენ თუ გაქვს ჩაძინების პრობლემა, იმიტომ რომ არის ადამიანი, რომელიც მაინც იძინებს. იქ სხვა ამბავი არის ხარისხის ძილის ხარისხში, მაგრამ არის ადამიანი, რომელზეც ყავაც არ მოქმედებს. ახლა ღამე სვამე ყავას და ჩვეულებრივად იძინებენ, ხო? მაგრამ ვეუბნები, რომ თუ შენ ჩაძინების პრობლემა გაქვს, ხო? 8 საათზეც კი არ უნდა ივარჯიშო. ანუ უფრო უნდა გადმოდო ყველა ვარიანტში დღის პირველ ნახევარში. ან 3 საათამდე ადრე, ხო? როგორც დაძინებამდე და ხო, დაძინებამდე 3 საათით ადრე, ან არ აქვს მნიშვნელობა დღის პირველ ნახევარში. დღის პირველ ნახევარში, ანუ სადღაც აი 6-დან 8-მდე უეჭველი რა. ისე მთენთავს ვარჯიში, აი ჭამის სურვილიც არ მაქვს ხოლმე და მე აი ეხლა როგორი პარადოქსულია, მე მაგალითად მე მაფხიზლებს ვარჯიში. გააჩნია ხა თუ იოგას გავაკეთებ და გაწელობს გავაკეთებ და პილატესის ნაირს, შეიძლება მოვითენთო, მაგრამ თუ ესე აქტიურ ვარჯიშს ვაკეთებ, აი ისეთი wide open-ი ვარ, გაღებული ვარ მთლიანად, რომ ძალიან გამიჭირდება. ეს არის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობა, როგორც თქვენ თქვით, რომ ეხლა რომ კოფეინი რეალურად მართლა იწვევს უძილობას, ამ დროს არიან ადამიანები, რომლებიც საძილეთ სვავენ ამ კოფეინს და ხო, სარამ. ნუ აი მამაჩემსაც დარღვეული ეგ რეალურად ძილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის გამო არა აქვს, რომ კოფეინს დღეს რაღაცა 18 ვედრო ყავას. კი, ამის ახსნა არ არსებობს, ან ძალიან ბევრი მითია. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებ, ძალიან მინდა გთხოვო, გამოიწერო არხი, დაალაიქო ვიდეო და გაუზიარო მეგობარს. ამით ძალიან დაეხმარებით ჩვენს არხს განვითარებაში. მაგრამ ამას ვერ ამბობ. ნინო, მოდი ბარემ მივადგეთ ფაზებს და აი ეს ერთადერთი სანამ ფაზებს მივადგები, ანუ ცირკადული რიტმი, მოდი კიდევ კარგად განსაზღვროთ. მე როგორც ვიცი, ცირკადული რიტმი ასევე მიმულია მზესთან, ხო? ანუ დღე და ღამის, ანუ იმდენად ბუნებასთან, ანუ ადამიანიც, ასე ვთქვათ, ბუნების ნაწილია, რომ ბუნებაში, როდესაც დგება დღე და ღამე, ზუსტად ჩვენი ძილ-ღვიძლიც, ხო, ძილ-ღვიძლიც ამაზე არის მიმული და ანუ კავშირში ვარ, ძილი პირდაპირ კავშირში არის აი ამ ცირკადულ რიტმთან, ანუ მზესთან, მზის და მთვარის მონაცვლეობასთან. ანუ როგორც კი ღამდება, იმას ეს ნიშნავს, რომ მზის ხივს ჩვენ ვხედავთ, გამომუშავდება ძილის ჰორმონი მელატონინი, როგორც კი თენდება, უკვე იწყებს მის დათრგუნვას ორგანიზმი და ჩვენ ვიღვიძებთ. მაგრამ ეხლა პირველი აქცენტი მელატონინია, მაგრამ მთელი ძვრებია ჩვენს ორგანიზმში. აი, ეხლა მაგას მივყვებით ზუსტად მაგ ფაზებზე, აი ზრდის ჰორმონზე, როგორ მნიშვნელოვანია თუნდაც მოზარდებში და მე რა როლს იძენს და როდის გამოიყოფა და ასე შემდეგ. მოკლედ, აი მივადგეთ ეხლა ფაზებს. ვიტყვი ამას, რომ მოკლედ, სადღაც 1950 წელს შეიქმნა პირველად ძილის ლაბორატორია, წარმოიდგინეთ, არც ისეთი დიდი ხნის ახალგაზრდა ძალიან ეს ძილის მეცნიერება საქართველოში ხო საკმაოდ უცხოა, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ძალიან კარგი ძილის ცენტრები საქართველოში, ძალიან გვაკლია ინფორმირებულობის გავრცელება. აი მაგალითად, არ გვაქვს ამის დრო, რომ ჩაწერები გავაკეთოთ, ან აქცენტები გავაკეთოთ. თუ ამაზე აქცენტებს ვაკეთებთ, ზოგჯერ სიმართლე გითხრათ, კოლეგების, საზოგადოების მხრიდან ცოტა აგრესიული დამოკიდებულებაც მოდის. ანუ ძალიან ბევრი პრობლემებია ქვეყანაში. მე მგონია, რომ განსაკუთრებით აი თქვენნაირი სპეციალისტების რაღაცნაირი როლი არის, რომ
ეხლა წამოვიდა განსაკუთრებით მოზარდები. აი, მე გეტყვით, მე ხომ მაქვს ეს რაღაც. არა მარტო მოზარდები, მოზრდილები. მაგრამ მოზრდილები, ოკეი, ყოველ შემთხვევაში მათ ბავშვობაში მაინც ჰქონდათ რეჟიმი, იმიტომ რომ იყვნენ ძველი ყაიდის დედის გაზრდილები, ხო? ასე თქო, ძველი ყაიდი ცუდი მასში არ მithქვი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მაგარი რეჟიმით გავიზარდეთ. მე რო 9 საათს 10:30-ს გადამეცდინა, ანუ სერიოზული პრობლემა იყო ოჯახში, ანუ ოჯახში ყველა მიცოდა რომ ბავშვი იძინებს აი ამ დროს, ხო? და ეხლა უკვე 12, 13, 14 წლის ბავშვები TikTok-ებზე გადიან ლაივებით 12-ზე. ჩემი შვილი 9-10 წლის გახდა და ვცდილობ რომ როგორმე 10 საათზე ძალით გამოვარხა гаджеტი. ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგევართ. ეს არ არის რომ მცოდნი ადამიანი ყავს ოჯახში, ამას ვერავინ ვერ გაითვალისწინებს. ახსნაც ჯერჯერობით 10 წლის ბავშვისთვის საკმაოდ რთულია. ეს გამოსახულება, თან რომელიც არ მეტყველებს. აი ესეთ რაღაცებს უყურებენ. დარბის რაღაცა უცნაური გამოსახულება და ეს აცინებთ და ჩვენ კიდევ რეზინობანას ვთამაშობდით მაგ დროს და კლასობანას და მაგრამ აი ეხა თქვენგან ცოტა გაგიკვირდათ. ხო, იმიტომ რომ არა ზოგადად ძალიან რთული, მე ძალიან მესმის ყველა მშობელის, იმიტომ რომ რაღაც მომენტში გაგექცევა და всё, იქ თუ ერთი გაგექცა და მიგეშვა, ზუსტად ესე იყო ჩემი შვილის შემთხვევაშიც, მე ვცდილობ რომ ტელეფონი და ანუ ტელევიზორს ვაყურებინო და არა ტელეფონი მივცე, მაგრამ აი გაგვექცა ჭამის დროს. და всё, ჭამის დროს შეჯდა ბავშვი ტელევიზორზე. როცა პირველ რიგში ჭამის დროს არაფრით არ შეიძლება ტელევიზორს უყუროს, იმიტომ რომ ერთი რომ გაუთვის ნაბერებელი ყვება, ანუ გემოს ვერ, ხო, ანუ ვერაფერს ვერ ზნობს რა. და აი მანდ გამექცა. ეს პრობლემა მე არ მქონია, მაგრამ მე მაქვს ეხლა აი პრობლემა ზუსტად აი ამ საათობრივ რეჟიმთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია რომ დრო გამოვუყოთ და ეხლა დრო აქვს გამოყოფილი, მაგალითად შაბათ-კვირას 1 საათით, მაგრამ ეს დგება მაშინ, როცა ძილის წინ ხდება. ეს და რაც ყველაზე მეტად აღაგზნებს ბავშვს და ამაზე ვისაუბროთ მერე რა პრობლემები დგება დღის წესრიგში. მაშინ მოდი მივადგეთ ფაზებზე ვისაუბროთ. ძირითადად ორი მნიშვნელოვანი ეტაპია, ანუ იმის თქმა მინდოდა რომ ახალია ეს მიმართულება და ახლახანს ანუ სადღაც რამდენიმე წლებს ითვლის, რაც შესწავლილია ეს ფაზები. შედგება ორი ძირითადი სტადიისგან, ეს არის non-REM და REM სტადია. ანუ non-REM რო გავშალოთ, ეს არის აბრივიატურა შეგხვდება NREM-ი, ანუ non-rapid eye movement, ანუ არა თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზა და არის REM sleep, ანუ REM ძილი, ანუ rapid eye movement. Dream sleep ეძახიან. ამას ეძახიან ძილის ფაზას კი ბატონო. სიზმრის ფაზას ეძახიან, სიზმრის ფაზა არის, რა თქმა უნდა, REM ფაზა. ეხლა რაც შეეხება არას თვალების სწრაფი მოძრაობის, ანუ არასწრაფი მოძრაობის ფაზა თავის მხრივ 3 ეტაპად არის დაყოფილი. ანუ როდესაც იწყება ძილი, ანუ თვლემას ვეძახით, ეს არის პირველი სტადია. და ძალიან მნიშვნელოვანი ფაზაა რეალურად, სხვა ნევროლოგიური დაავადების თვალსაზრისით, შეიძლება კონკრეტულად ძილის დარღვევებისთვის არა, მაგრამ სხვა ერთ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ძილის ყველა ფაზა აბსოლუტურად მნიშვნელოვანი არის ადამიანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა ეტაპი უნდა გადალახოს. ზოგადად ძილი შედგება ციკლებისგან, ანუ თითო ციკლი 90 წუთისგან შედგება და დაახლოებით 4 ციკლს გავდივართ. მთელი ღამის განმავლობაში. მინიმუმ ანუ 8 საათი, 7-8 საათი ძილი არის. უეჭველი მინიმუმ 4 უნდა გავიაროთ, შეგვიძლია 5, 6, 7. როგორ არა, შესაძლებელია 5, 7, ეს ძალიან ბევრია უკვე, მე ჰიპერსომნია არის ეგ უკვე. ანუ 4-ს ვასწრებთ, ასე ვთქვათ რა. 4-ს ვასწრებთ. ჩვენი რეჟიმი. მაგრამ აი ეხლანდელი ადამიანი 4-ს ასწრებს? არა, 4-ს კი არა, მესამე ფაზას ვერ ასწრებს, ეხლა ამაზე ვილაპარაკოთ. ანუ პირველი ფაზა, როგორც ვთქვი, ავხსენით, ეს არის თვლემა, რომელიც მერე გადადის მალევე მეორე ფაზაში, ამას ქვია შესაბამი იოლი, ასე ვთქვათ, მსუბუქი ძილი და ძალიან ლამაზად გამოიყურება ეს ჩვენი მსუბუქი ძილი. აი ძალიან ლამაზად ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ვლინდება ძილის თითისტარები და კომპლექსები ნეიროფიზიოლოგიურად. თითისტარი რა არის? ძილის თითისტარები არის ესეთი ისე ლამაზად ძილის თითებზე დავიხედე. ალღები, აი თითებივით ჩაციკციკებული არის, ესე იგი მთლიანად ეს ტალღების სახით არის. ანუ ტვინის ფენომენია. რა ქვია? კარდიოგრამას რო აკეთებთ ტვინის, ეს არის თითისტარები. აი ამით ხვდებით, რომ პაციენტი არის ძილის მეორე ფაზაში. რასაც მოყვება უკვე ძილის მესამე ფაზა და ეს არის სწორედ ღრმა ძილი. ღრმა ძილის დროს ხდება ეს ჩვენი მეხსიერების კონსოლიდაცია. ანუ მეხსიერების, ასე ვთქვათ, გადალაგება. რა ვისწავლეთ, რა გავფილტროთ, რა დავიმახსოვროთ.
აი მაგაზე ასაუბარი, რომ ეს 90 წუთიანი ხო ერთი ციკლი. ეს როდის დგება მესამე ფაზა, გააჩნია როდის იძინებს ჯერ ადამიანი, ხო? მაგრამ მეორე ფაზა ყველაზე ხანგრძლივია. ანუ პირველი ხანმოკლე შედარებით, მერე მეორე ფაზა უფრო ხანგრძლივია, რასაც მოყვება მერე ღრმა ძილი. ღრმა ძილს უკვე მოყვება REM ძილი. ანუ რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ REM ძილი ეს არის ჩვენი სიზმრის ფაზა. პირველად არ მახსოვს ალბათ ბერგერმა, რომელმაც ელექტროენცეფალოგია კი, ბერგერმა, რომელმაც ელექტროენცეფალოგრაფია პირველად აღწერა, მან დაინახა, რომ რაღაცა ეს ადამიანი ერთ-ერთ გარკვეულ ფაზაში თვალებს სწრაფად ამოძრავებს. აი ამ დროს და ხედავს, რომ ისეთივე ნეიროფიზიოლოგიურ მდგომარეობაშია, როგორც ღვიძლში. წარმოიდგინეთ, იგივე აქტიურია ტვინი, მაგრამ რას ხედავს? ხედავს, რომ კუნთები სრულიად ატონურია, ანუ ატონია, ანუ პარალიზებულია, ანუ საერთოდ უმოძრაოა. და რატო ხდება ეს? ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანმა სიზმარი არ შეასრულოს. არ მიყვეს ამ სიზმარს რეალურად, აქტივობა, ქმედება არ ქონდეს. როგორი მოწყობილია ხო? ან ძილში მოსიარულე და ისინი რო არიან, მაგათ ეს REM-ში ვერასდროს არ მოხდება. სიგნალი გაჩულია? ეს სხვა ფენომენია. ეს აბსოლუტურად ძილის დარღვევა არის და ეს პარასომნიის ფაზა. ადამიანი რო ძილში ლაპარაკობს ან რაღაცა, ეს REM-ში არ არის. არა, REM-შიც არის, მაგრამ მოძრაობაში ვერ იქნება ვერანაირად. ხდებით? REM ძილის REM behavior disorder ცალკე დიდი კლასია და ნახეთ non-REM უფრო ახალგაზრდა non-REM დარღვევები უფრო ახალგაზრდა და ბავშვებში გვხდება და უფრო ახალგაზრდა ასაკში მაგალითად ბავშვები წამოდგებიან, ლაპარაკობენ დაუშვათ ამ დროს ვერ წამოდგები და ვერ ლაპარაკობ თუნდაც შეიძლება გაიარო ისე რომ თვალები გახელილი აქვს და ეს არ ახსოვს ამნეზირებული აქვს ადამიანს ეს არის პარასომნია კლასიკური პარასომნიას ვეძახით რომელიც არ არის non-REM არ არის მე მეგონა რომ სიზმრის იმას აგრძელებდნენ ხოლმე არა აი REM-ს რაც შეეხება და ეს რომელიც არის სიზმრის ფაზის აი ეს REM behavior disorder ეს არის უფრო ასაკოვან ადამიანებისთვის დამახასიათებელი, როდესაც ანუ უფრო მეტად ნეიროდეგენერაციული დაავადებების დროს ვლინდება, მაგალითად პარკინსონის დაავადების დროს, ალცჰაიმერის დაავადების დროს, ანუ დემენცია, როდესაც უკვე მეხსიერების სირთულეები რომ მოდის, ანუ ხდება ატროფია თავის ტვინის ქერქის და შესაბამისი თუნდაც დოფამინის გამომუშავება ვეღარ ხდება ორგანიზმში. დოფამინი ეს არის ჩვენი მამოძრავებელი ჰორმონი. აი, ანუ რო ხდება ბედნიერების ნეიროტრანსმიტერი კი ბატონო. კი ბატონო, ჩვენ აქტიურად უმოძრავთ ჩვენი დოფამინის დამსახურება და ასაკში რო შევდივართ ეტაპობრივად ნელ-ნელა რო გადავადგილდებით, თავდაცვის მექანიზმით ირთვება რა ამ დროს. თორე დოფამინი უკვე ნელ-ნელა. და აი რატო არის მნიშვნელოვანი ის ღრმა კი ბატონო, მეხსიერების კონსოლიდაცია არის უმნიშვნელოვანესი. ბიოლოგიური პროცესების, მეტაბოლური პროცესები მიდის ღრმა ძილში. მიდის ზუსტად ეს ჩვენი ცილის სინთეზი ღრმა ძილში. ძალიან მნიშვნელოვანია ცილის სინთეზი მე ჩემენაზე გადმოთარგმნიდი ასევე კუნთების ზრდაც ანუ კუნთები ანუ მე თუ ვარჯიშობ და კუნთის ზრდა მინდა და აღდგენა რა თქმა უნდა ზუსტად აი ამ ღრმა ძილში ანუ თუ ჩემი ცილის სინთეზი ხდება აი ამ ფაზაში შესაბამისად ჩემი კუნთის ზრდაც და ბავშვიც ხო იძახიან ბავშვი ძილში ზრდებაო ხო რა თქმა უნდა იმიტომ რომ ზრდის ჰორმონალური გამომუშავება ჰიპოფიზი ანუ ძალიან დიდი შრომა და აქტივობა მიდის ძილის დროს, განსაკუთრებით ტვინს პრაქტიკულად მუშაობს ამ დროს, ოღონდ ჰორმონალურ დონეზე. რემი რატო არის მნიშვნელოვანი? უბრალოდ ღრმა ძილი ამოვწურეთ მნიშვნელობის ამბავში? მნიშვნელობის ამბავში ამოვწურეთ და მე შემიძლია ამ non-REM ძილის და დარღვევებზე გესაუბროთ. აი ჯერ სანამ დარღვევებზე გადავალთ, ამას უეჭველი დარღვევებზე უეჭველი მივადგებით. აი რემი რატო არის მნიშვნელოვანი? REM ძილი ეს არის პრაქტიკულად თავის ტვინის რესტარტი, ანუ გადატვირთვა. ანუ სიზმარი არიან ადამიანები, რომელიც ზოგს ახსოვს და ზოგს არ ახსოვს სიზმარი, ხო? ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ციკლის რომელ ეტაპზე ვნახეთ. თუ ჩვენ ჩაგვეძინეთ და ჩაძინების პირველ ციკლის, ან მეორე ციკლის ეტაპზე ვარ, ზოგჯერ გვახსოვს, რომ რაღაც სიზმარი ვნახეთ, მაგრამ არ გვახსოვს რა, მაგრამ აუცილებლად გვახსოვს გამოღვიძების მეოთხე ციკლზე არსებული სიზმარი, სავარაუდოდ, რომელიც ძალიან გვაფიქრებს, ხო? ის ფაქტორი, რომ
რემი ეს არის ჩვენი ქვეცნობიერის, ასე ვთქვათ, ამსახველი ფაზა. და მე როგორც ვიცი, რემში ეს კრეატივი რო გქონდეს ზუსტად ადამიანს და გამოიმუშაოს, ზუსტად რემძილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რემძილი ეს არის პრაქტიკულად შეჯამება აი ამ პირველი, მეორე, მესამე ნონ-რემძილის ფაზის. 25%-ია სულ ძილის წარმოიდგინეთ ჯამში. მეტი არა, დანარჩენი არის ნონ-რემი. ანუ ეს არის რომ ისვენებს თავის ტვინი, ანუ სულ კონცეფცსაც ადუნებს. ანუ მეოთხედი არის შენი ძილის ფაზების კი ბატონო, აი ზუსტად მაგ დროს არის ფიზიკური განტვირთვა, ფიზიკური დატვირთვა კუნთების, მარტო კუნთების ზედა კიდურების და ქვედა კიდურების, ან მთლიანად კუნთური სისტემის, გულის კუნთით შედარებით ნელა მუშაობს მაგ დროს. აი მაგალითად რემძილის დროს წნევაც, სატურაციაც, ან ჟანგბადის მიწოდება, ყველაფერი დაბალია, გარდა თავის ტვინის აქტივობაა ძალიან მაღალი. იმიტომ არის რომ სიზმარი დგება რა. ანუ იდეაში ტვინი იღებს თავის თავზე ყველაფერს და სხეულს სრულად ადუნებს, ხო? კი. ანუ ბოლომდე რო გითხრათ რა, შესწავლილია რომელიმე ნეიროფიზიოლოგიურად არის შესწავლილი, რომელზეც აი 1-2-4-4 და რო გეტყვი რომ ეს ძილის პირველი ფაზაა, მეორე ფაზა. პოდკასტის სპონსორია Cherry Fit აპლიკაცია. ეს არის პირველი ქართული სრულყოფილი ფიტნეს აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს სავარჯიშო და სარეაბილიტაციო პროგრამებს, ასევე სხვადასხვა კვების მრავალფეროვან მენიუს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გყავთ პერსონალური მწვრთნელი და ნუტრიციის კოუჩი თქვენს მობილურში. ეხლა რა მაინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვანი არის აი ეს საათების ანაზღაურება, კი და რამდენი საათი გძინავს, იმასთან შეფარდებით თუ როდის გძინავს. ანუ მე რო ღამის 2 საათზე დავიძინო და მე მეძინოს 8 საათი. ავანაზღაურებ იმ ძილს, რაც დაუშვათ 10-ზე ან 11-ზე რო დამეძინა და დილის 5 საათზე გამოღვიძა თუნდაც? ანუ სულ ამაზე მაქვს საუბარი, ეს არის ძილის ჰიგიენა და ძილის ცირკადული რიტმის დაცვა. ამის გარეშე ადამიანი სრულფასოვანი და ჯანსაღი ცხოვრების წესით ვერ იქნება. ძილი ეს დგება მაშინ, როდესაც ღამდება და ღამე უნდა დადგეს ეს ძილი და უნდა გვეძინოს მანამ, სანამ მზის სხივი არ ამოვა. რატო ხდება, რომ ზაფხულში უფრო ადრე გვეღვიძება? იმიტომ რომ ადრე გამოყკიბეთ. რომ ადრე თენდება. და ეს იმას ნიშნავს, რომ ზამთარში უფრო ადრე უნდა დავიძინოთ? ადრე სურვილი გიჩდება, რომ ადრე დაიძინო, თუნდაც. ანუ ხდება ხოლმე, რომ უფრო ადრე გაქვს სურვილი. ეხლა გააჩნია სად ცხოვრობს ადამიანი და სად არის. ჩვენს რეგიონზე ველაპარაკოთ. კი ბატონო, ნუ თბილისში რეალურად ეხლა თუ დილას 8 საათზე სამსახურში მიდიხარ, მნიშვნელოვანია, რომ ღამე ძალიან ნორმალურად გამოვიძინოთ და ამიტომ ისედაც ადრე ვიძინებ და ანუ ნინო ექიმი გვეუბნება, რომ იქ რომ ღამის 2 საათზე დაწვევი და დღის 12 საათზე გაიღვიძებენ, არ არის მაინც სრულფასოვანი. ყოველთვის ყველა აი ალბათ მომისმენენ ჩემი პაციენტები და პირველი ჩემი რეკომენდაცია ცალსახად. ყველა მეკითხება, თქვენ ენდოკრინოლოგი ხართ თუ ის ხართო ნევროლოგია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის და ყველა წამალზე მნიშვნელოვანი არის ჯანსაღი ცხოვრება. ეს არის ძილი, სრულფასოვანი ძილი, რომელიც უნდა დადგეს დროულად 11-დან 12-მდე ვთანხმდებით, სხვა გზა არ მაქვს. ზოგჯერ პირველამდეც გადავდივართ, განსაკუთრებით თინეიჯერ ბიჭებთან. ნუ ხო უნდა მოვერგოთ ხა მკაცრად აკრძალვები თინეიჯერებთან არ გამოვა. აი მე მგონი ეგ არის ის მომენტი, სადაც აკრძალვაზე არ არის საუბარი. ძილი როგორ უნდა აიკრძალოს, ხო ბიოლოგიურია. რა თქმა უნდა, მაგრამ არ დგება იქიდან გამომდინარე, რომ ის სამსახურის მერე ბიჭებთან უნდა გავიდეს სიტყვაზე, მეგობრებთან უნდა დგავლა. ხა ჩვენს ყოფილვართ თინეიჯერები და რეალურად ნუ ჩვენ დროს სხვა პირობები იყო და გარეთ როგორ გავიდო. მეგობრები იყო 9 საათამდე და 8 საათამდე. ეხა აბსოლუტურად დაბრუნდება სახლში იყავის აბსოლუტურად შეცვლილია რიტმი ცხოვრების რიტმია რადიკალურად შეცვლილი და ჩვენც გარკვეულწილად მეცნიერებაც ერგება რა იქიდან გამომდინარე რომ ადამიანის სხეული თუ ერგება თორე მეცნიერება მოერგება 12-მდე დაიძინებს და 8 საათი ეძინება 7-8 საათი ეს იქნება სრულფასოვანი თქვენ ერთით რა სირთულეებია 8 საათი კი არა 3 საათი ძინავს ხალხს და ხა 8 საათზე კარგი თქვენი ხათრით დავიძინებ 12 საათზე და ანუ ცდილობენ რომ დაიძინონ რა თქმა უნდა და რანაირი არის თქვენი ხათრით როცა თავის ჩივილებით არის თქვენთან მოსული ვერ ხდება ამას ვერ ხვდებიან რამდენად მნიშვნელოვანია ძილი იმიტომ რომ ძილზე ინფორმირებულობა აი ზუსტად ეს არის ჩვენი ვალი რომ ცნობადობა გავზარდოთ ძალიან დაბალი თქვენ როგორ ფიქრობთ მე მაქვს კონსულტაცია 40 წუთი ნევროლოგს ეს საკმაოდ მინიმალური
დრო არის. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე ამ დროში უნდა მოვასწრო ანამნეზის შეკრება, უნდა მოვაძრო ოჯახის წევრების გამოკითხვა, ნევროლოგიური სტატუსი მიზანმიმართულად ვსინჯავ, თორე საათნახევარი უჭირდება, საათი 10 წუთი ჭირდება ზუსტად, რომ დავიწყო თავიდან ბოლომდე ნევროლოგიური სტატუსი შეგვუფასო ადამიანს, მაგრამ ჩივილებიდან გამომდინარე ვსინჯავ ნევროლოგიურად და თქვენ როგორ ფიქრობთ, მე რა დრო მრჩება იმისთვის, რომ პაციენტს მივაწოდო, ჯერ რა დიაგნოზი აქვს, დიაგნოზამდე სანამ მიხვალ სიტყვა ეს გჭირთ თქვენ, მანამდე უნდა გააგებინო რა ანატომიურ სტრუქტურაზეა საუბარი. ტვინი სულ არ იცის, ზოგმა რო ორი ჰემისფერო აქვს, იცით? რას ვიზავთ, არ იცის, ან არ ახსოვს. მერე რატო ხდება, ანუ რატო, რანაირად, ყველაფერი აინტერესებთ. ეს იცით რამდენი კითხვები დგება, მერე დგება კითხვა, უი, წამალი უნდა დამინიშნო, როდემდე უნდა ვსვა ეს წამალი, შეიძლება მან მთელი ცხოვრება სვას წამალი და თქვენ ხვდებით რამხელა დრაივშია ექიმი და რამხელა პასუხისმგებლობაა იმის რა დიაგნოზს უსვავ და მე თურმე უნდა ინფორმირებულობა გაუზარდო. ის ინფორმირებულობა იმ 40 წუთში იმას არ ესმის, რო ეუბნები, რომ შენ გადიხარ გარკვეულ დიაგნოზზე. უკვე აი იქ ძალიან ითრგუნებიან. ეს ფსიქოლოგებიც თუ ჩაერთვებიან და ზოგადად აი ესეთ თქვენ როგორც აიღეთ თქვენ თავზე და ინფორმირებულობას ზრდით მოსახლეობის. მე ამას ძალიან მივესალმები და ძალიან ბევრჯერ უნდა იყოს აქცენტები გამახვილებული და არ უნდა დაგვეზაროს, რომ ხშირად ვისაუბროთ თუნდაც ერთ კონკრეტულ საკითხზე. იმ მიმართულების ექიმებმა, ვინც ეს ვიცი და ვის წინა რის პრობლემის წინაშეც რეალურად ვდგევართ. და რაც შეეხება ჯანსაღი ცხოვრების წესი და თუნდაც ნევროლოგიური დაავადებების მართვა. ძილი, რა თქმა უნდა, ასევე სითხის მიღება, წყლის მიღება დღის განმავლობაში და კვება. აი ამ სამი კომპონენტით ფიზიკური აქტივობაც მიამატე გიხოცები იმათ. როგორ? ფიზიკური აქტივობაც მიამატე. ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, რა თქმა უნდა, თუმცა უკვე თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ 60% 40%-ზე უკვე გადანაწილდა. ანუ მაინც ძილი კვება ეს არის ჯამში 60% და ფიზიკური აქტივობის გარეშე ანუ სულ ვეუბნები ხოლმე რომ ადამიანს სჭირდება სულ რაღაცა 4 რაღაც. ეს არის ძილი, კვება, წყალი და ფიზიკური აქტივობა. всё, აი ამ 4 რაღაცას თუ იზავ, აი რა ვიცი, ის ჩივილები რითიც მოდიან, მე მგონი აი მართლა ძალიან ბევრი რაღაც უკვე მან მოგვარდება და მოდი მივადგეთ ჩვენს შემდეგ კითხვას, რატომ 12-მდე ძილი და რატო არა? იმიტომ რომ ამას ხო თავისი ჰორმონალური ახსნა აქვს, ხო, რომ ის 12-მდე გამოიყოფა ზუსტად ის მელატონინიც და ზრდის ჰორმონიც, ხო და მე შემდეგ უკვე ნელ-ნელა ცირდება. აი ადამიანებს როდესაც ეცოდინებათ რატომ 12-მდე? იმიტომ რომ გონიათ რომ 8 საათი თუ ვიძინებ და იმ 4 ციკლს მოვასწრებ, რამჟელობა 2 საათს დავიძინებ, მაგრამ რატომ 12-მდე? მე 8 საათის სრულფასოვან ძილზე ვლაპარაკობ, მე მოზრდილთა ნევროლოგი ვარ და მოზრდილებზე მაქვს საუბარი. თუმცა ბავშვებისთვის 10 საათი 12 საათი ეს არის აუცილებელი. სწორედ იმიტომ რომ მე-5 ცირკადულ რიტმში, მე-6 ცირკადულ რიტმში გამომშავდება ის სწორედ ზრდილის ჰორმონი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. და ბავშვების ინსომნია, ბავშვების უძილობის საკითხი დღეს გლობალური საკითხია და მე მესმის ჩემი ბავშვთა ნევროლოგებიდან რამდენი პრობლემა დგება დღის წესრიგში. თუნდაც, აი მაგალითად, როდესაც არ ვიცი რა ასაკი ავიღო. არ აქვს მნიშვნელობა. ავიღოთ დაუშვათ 10 წლის ბავშვი. 10 წლის ბავშვი, რომელიც ძალით დააძინეს დაუშვათ პირველ საათზე და პირველი შემთხვევა. ღამის პირველ საათზე არის. ძილში განუვითარდა რაღაცა მოძრაობითი დარღვევა, რაღაცა ყვირილი, ან წამოდგა, გაიქცა და დაწვა დაიძინა რეალურად. უკვე ეს იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ვიწყებთ პირველ რიგში, მე პირდაპირ ხო არ დაიწყებ, თქვენ ახლა ეპილეფსია გაქვთ, ან თქვენ პარასომნია გაქვთ. პირველ რიგში მშობლებს ვეუბნებით, რომ მშობლების პრობლემაც რეალურად დგას რა. ვეუბნებით, რომ უნდა აიკრძალოს აუცილებლად საძინებელ ოთახში ტელევიზორი, гаджеტები, მობილური ტელეფონი, თვითონ მშობლები აძლევენ მობილურ ტელეფონს, თურმე, მე არ მაქვს ახლა ბავშვებთან შეხება და მათთან არ ვმუშაობ, მობილურ ტელეფონს, რომ მოღონდეს გაერთონ, იყვნენ დაკავებულები და თვითონ სხვა საქმეს აკეთებენ. ანუ მშობლებმაც არ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ბავშვებისთვის დროული ძილი. აი ამ ძილის წინ, აი ესეთი აქტიური ანუ ბადურის გაღიზიანება, თავისუფლის ქერქის აქტიური, ასე ვთქვათ, მუშაობა, რომ აი ესეთი როგორ შემოდის ხო კადრები, აი როგორ თამაშობს ეს ანიმაციები, საკმაოდ სტრესულია, ლიმბური სისტემა ირღვევა. ანუ რა არის ეს ლიმბური სისტემა? ჩვენი ემოციის ცენტრი. აქ არის ჰიპოკამპი, მეხსიერების ცენტრი, ამიგდალა, ეს არის ჩვენი შიშის ჰორმონი, შიშის ცენტრი.
რომელიც ერთ წრეშია წარმოიდგინეთ და ეს რომ აღიგზნება და ბავშვი რო გვიან იძინებს აი ამ ანუ გამოართვი და იძინა უკვე აქვს პარასომნია. პარასომნია ეს არის ძილის დარღვევის ყველაზე აქტიური და ყველაზე ხშირი ფორმა, როდესაც ბავშვებში ვლინდება და როდესაც აი ესეთი დატვირთული დარღვეული ძილი აქვს ბავშვებს, ზრდის ჰორმონი იკლებს ქვეითდება ზრდის ჰორმონი. ანუ შეიძლება ეს აისახოს სიმაღლეზე. იმიტომ რომ აი ეხლა თქვენ რასაც ლაპარაკობ ბოდიში გაგაწყვეტინე. ამის მნიშვნელობას ვერ აღიქვავენ თუ არ გადაუთარგმნე რაზე აისახება ეს ბავშვზე. სიმაღლეზე პირველ რიგში, მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება. მეორადი სასქესო ნიშნები რომელია? თუნდაც დაუშვათ ქალის და კაცის ფორმირება ხო ხდება რეალურად. ანუ ეს ხო ასაკთან მიმართებაში ჰორმონები განსაზღვრავს ამას. ანუ როდესაც ჰორმონალური სპექტრი იკლებს. ანუ კაცის შემთხვევაში სათესლე-ჯირკვალის და ასოს განვითარება, გოგონების შემთხვევაში საშო და საკურცხეების და ასე შემდეგ განვითარება. კერდის განვითარება. ანუ ამაზე აისახება. ყველაფერი ქვეითდება და ინფანტილური, ასე ვთქვათ, ან პირიქით ნაადრევი ჩამოყალიბება ხდება, ან ინფანტილური მიდგომებით ვლინდება ადამიანის სხეული. ანუ ძილი ძალიან მნიშვნელოვანი ან ფაქტორებიდან გამომდინარე. ნერვულ სისტემაზე როგორ აისახება ბავშვის ან ხედავ ბავშვის ხო? კი, ეს არის ემოცია, არა მარტო ბავშვზე, ასე მოთმინების უნარი არა აქვს ბავშვებს, ისტერიკები ემართება ძალიან ხშირად ტანტრუმები. ეს დიდი რისკია, ანუ ეს არის მეხსიერების გაფანტულობა, ანუ კონცენტრირება არ შეუძლიათ, დაჯდომა არ შეუძლიათ ერთ ადგილზე, რომ რეალურად დასწავლა 10 წუთზე მეც პრაქტიკულად ვერ გააჩერებ. ანუ ყველაფერი აი ეს პრობლემები, ახლა მე არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ აუტისტურ სპექტრზე და აუტიზმზე. შეიძლება არც თulis დედა, რომ მას ძილის დარღვევა აქვს. როიცოდეთ, მაგრამ ამ ესეთ ჩივილებს რომ იწყებს და გეუბნება. უკვე ჩვენ ვეკითხებით გადავდივართ ძილის ჰიგიენაზე. ვეკითხებით, როგორ სადინებელში ძინავს. აქვს თუ არა, არის თუ არა ნორმალური ტემპერატურა. ანუ ხო არ ცხელა ძალიან, ანუ ხო არ ცივა ძალიან. ტელევიზორი არის თუ არა ოთახში. ფარდები აქვს თუ არა. ზოგჯერ ფარდების თემა არ იცის ადამიანებმა. ფარდა მნიშვნელოვანია რომ ჩამოფარებული იყოს ბავშვის ოთახში იმისთვის რომ გათენდება 6 საათზე სიტყვაზე 6 საათზე არ გაიღვიძოს ამ ბავშვმა. ამიტომ ანუ გახანგრძლივებული 12 საათამდე ძილი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ბავშვებზე წავიდა ეხლა საუბარი. იცი რა მაინტერესებს ხოთა შორის აი ჩემს შულს ახასიათებს კრთომა ძილში. ეს ზუსტად ის რემის ფაზის ამბავი არის თუ უბრალოდ აი პირიქით ეს ხდება ხოლმე თვლემი. აი, როდესაც ვთვლებთ, თვლემაში პირველ ფაზაში. ხო, რაღაცა ხშირი ხდება და მე უცებ მინავლდება და მიც ეს ფიზიოლოგიური მიოკლონიას ვეძახით. ძილის ფიზიოლოგიური მიოკლონია. თუმცა ანუ საშიში ამბავია? არ არის. ამ დროს იტყვიან ხოლმე რომ ზრდის ჰორმონი ყველაზე აქტიურად იწყებს გამომუშავებას. თუმცა ეს ბოლომზე დადგენილი რეალურად არ არის, მაგრამ აი ფენომენი როგორც ასეთი თქვენც რა არ გახსოვთ ბავშვობაში თითქოს რაღაცა გამოგავხსნით თითქოს რაღაცა მე მქონდა ხოლმე თითქოს გადმოვარდი რაღაციდან ხო თითქოს შეგროვე ან გადავხტიან მაგრამ ეს ასე არ არის ეს არის ყოველთვის ჩაძინებისას უფრო ხდება ეს არის ფიზიოლოგიური უბრალოდ აი როგორ აქ ხომ აი თითქოს თელ კუნთებში ჯერ შეუხდება მე შეუხდება ფიბრილაციები ესე და მე გადადის მე მინალდება ხოლმე გული მისმევა და ვიჭერ ხოლმე რომ არ შეხდე რაღაცნაირად არ ვიცი თან ძილის ფიზიოლოგიური მომენტი. ახლა ასაკსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მან. თქვენ 4 წლის არის. ой, მე პატარა ჯერ. ხო, ანუ რომელ წლამდე მოსულა ეს? აი, გარდატეხის ასაკამდე ესეც რაღაცა შეს. რეალურად აღარ არის. მოდი რომ დავუბრუნდეთ, ახლა მე კი გადმოგახტუნე თემაზე, მაგრამ რატომ 12-მდე ძილი ავხსნათ? 12-მდე ძილი იმიტომ რომ 10-დან 11 საათამდე პიკია მელატონინის მაქსიმალური გამომუშავების. მელატონინი რაში გვეხმარება? მელატონინი ეს არის ჩვენი ძილის ჰორმონი, რომელიც გვეხმარება ძილის დადგომაში. ეს არის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ჰორმონი. ამას უნდა ვეცადოთ რომ გავაღრმავოთ ამის გამომუშავება იმით რომ დაახლოებით დაძინებამდე 1 საათით ადრე ავკრძალოთ ანუ ასე ვთქვათ გაჯეტებთან კომუნიკაცია, ტელევიზორთან ჯდომა, მაგას წიგნი წავიკითხოთ, რაღაც ისეთი გავიაროთ, კომუნიკაციაში ვიყოთ ოჯახის წევრებთან, ვიდრე ეს რომელიც ასხივებს აი ამ ტექნიკასთან ვიყოთ ახლოს, რომ ეს უფრო აფხიზლებს. მე ასევე ვიცოდი, რომ რა ვიცი, ამდენი ხნის განმავლობაში თუ მაგას ვკითხულობ და რაღაც რომ ანუ 10-დან ღამის 3 საათამდე გამოიყოფა ზრდის ჰორმონი და ყველაზე პიკი არის ღამის 12 საათზე, 12 პირველ საათზე რა.
ეგეც ძილში, ხო, ძილში, ღრმა ძილში. კი ბატონო, ღრმა ძილში. ძილი როგორ უნდა დადგეს თუ რეალურად ჩვენ არ დავიძინეთ 10-დან 11 საათამდე, ხო? თუმცა ალბათ თქვენ იმას მეკითხებით, რატო გადავიტანეთ და ვერ გები 12 საათამდე ან პირველ საათამდე რო ვეუბნები. ანუ ზრდის ჰორმონი ყველა ცირკადულ მესამე ფაზაში გამომუშავდება რა. ანუ ეს ხომ რამდენიმე ციკლისგან შედგება. რეალურად ეს ყოველდღე არ ხდება, რომ პირველ საათზე დაიძინოს იმ ადამიანს. ხო. ეს იმას ხანდა. ეს არის იშვიათად, როგორც ალკოჰოლის გავლენა, ეხა ძილს. ალკოჰოლზე აუცილებლად უნდა მივიდეთ ჩვენ. ხო, ეს ხო ძალიან სერიოზული გავლენაა. თითქოს ჩაძინებას უწყობს ხელს, ნამდვილად უწყობს. მაგრამ რატომ უწყობს ხელს? უწყობს ხელს, იმიტომ რომ ადინამია, კორტიზოლის დაქვეითებას მეტად იწვევს და ნუ მარტივად. მაგრამ სამაგიეროდ რემისგან გძარცვას. მესამე ფაზიდან. всё, ანუ მესამე ფაზიდან, რემიდან არა, მაგრამ რემამდეც ფაზას. ხო. ანუ ეს არის პრაქტიკულად მესამე ფაზა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და როდესაც ყველაზე მეტად ზრდის ჰორმონს ავიგანებთ, ყველანაირი მეტაბოლური პროცესი მიდის, იმ ფაზამდე ვერ მიდის ადამიანის ორგანიზმი და ხშირი გამოღვიძების ეპიზოდები აქვს, შფოთვა ემატება წარმოიდგინეთ. კი ბატონო, მაშინ მოდი ბარე მივადგეთ მაგთმა, იმით ავიხტურავეთ ემოზე, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში. მოკლედ ეს რაღაც წავიკითხე. აბა რომ ასე ხშირი ალკოჰოლის მიღება და მარიხუანას მიღებაც ჩვეულებრივად ადამიანს ძარცვას. იდეაში იყენებენ, იმიტომ რომ ძილში მარტივად შევიდნენ, მაგრამ აი მე წავიკითხე რომ რემისგან გძარცვას, თურმე ღრმა ძილისგანაც გძარცვას. ანუ ღრმა ძილისგან გძარცვას და რემი ის არის, სადაც ჩვენ სიზმრებს ხედავთ. მაგრამ აი ესეთი ხშირი მიღების შედეგად რა ახასიათებს ალკოჰოლიზმს და მე დავაკავშირე ესეთი რაღაცა რა, ეს გარიაჩკას რო ვეძახდით, გახსოვს რომ აი ჰალუცინაციები დაეწყო ამას უკვე. ანუ იმდენად ტვინს აკლია აი ეს რემის ფაზა, რომ აი ესეთი ყოველდღიური ალკოჰოლის მიღება ხდება და იმდენად ხშირი არის სხეული რო არ განიცდის აი ამ ძილის აი ამ ფაზას, შემდეგ უკვე ღვიძილში გმართებს აი ამ სიზმარს, ასე ვთქვათ. და აი რაღაცა კურდღელს ხედავ რომ გადმოგიხდა. ან ძალიან ბევრჯერ ყოფილა მეც რომ დაუშვათ დამილევია და მეორე დღეს საჭესთან დამждარვარ, ხო? აი კლუბის მერე დაუშვათ, იქ დალევის ღამე ქონდა. ანუ საჭესთან რაღაცები მელანდება რომ იქ რაღაცა გადმოხდა უცებ მანქანა. ანუ იმიტომ რომ ღამე რაც არ უნდა 8 საათი ამენაზღაურებინა, ღრმაძილი და რემის ფაზა არ მქონია. უბრალოდ გათიშულს, პარალიზებულს ეძინა სხეულს, იმიტომ რომ კუნთები და ეს იყო გადაღლილი და აი ამ ალკოჰოლის პროცესინგში იყო დაკავებული სხეული. თქვენ გონიათ რომ ეს პარალიზებული იყო და თქვენ სრულფასოვნად გეძინათ. ამ დროს ხდება ერაუზოლის ძალიან ერაუზოლ არის გამოღვიძებები. გამაღიზიანება, ხო? გამოღვიძებების ფაზები. ეს არ არის ანუ გამოღვიძება ის კი არა რომ თქვენ ცნობიერი ხართ რომ იღვიძებთ. ანუ აი მაგალითად ერთ მხარეს რომ დაიძინებ, მარჯვენა შეიძლება მარცხენა მხარეს გამოგეღვიძას, ხო? ეს ჩვენ ისე ვბრუნავთ, მაგრამ ეს იშვიათად ხდება, მაგრამ როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშა თავის ტვინის ქერქი, ანუ ხშირი ერაუზოლის ფაზებია. აი ხშირად ბრუნავენ და ანუ ეს იღლება ორგანიზმი. რომ გაიღვიძებს ადამიანი გონია რომ კარგად გამოიძინა, მაგრამ მის თავის ტვინს არ გამოუძინია. ზუსტად ის ემოციის ცენტრი, ჰიპოკამპ ამიგდალას ცენტრის აქტივობა ხდება. ჰალუცინაცია, რეალურად ვიზუალური რა არის? ვიზუალური ჰალუცინაციის აურა ეპილეფსიის მქონე პაციენტებსაც ხშირ შემთხვევაში დიფერენციალური დიაგნოსტიკა ამას სჭირდება, წარმოიდგინეთ. ან იმდენად ახლოს არის იმ სტრუქტურასთან, რომელიც ჩვენ შიშს განაპირობებს. აი ზუსტად ანუ ღვიძილში გემართება, მე აი ეს პანიკური ან ჰალუცინაციები ან ემოციური ცენტრი ღიზიანდება, ემოციური ცენტრის გადახლა და გადაძაბვა ხდება ზუსტად კანაბიონის მოხმარების დროს, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დროს. ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის ძილის პრობლემა. მომართვიანობა ძალიან დიდია ნარკოდამოკიდებული პაციენტების, მაგრამ მე ფიზიკურად იქ ვერ ვერთვები, იმიტომ რომ იქ თუ არ დაალაგა ნარკოლოგმა ეს ამ პაციენტის მავნე ჩვევები, მე ძილს ვერანაირად ვერ დაულაგებ. ნახეთ უძილობა, ინსომნია, აი ყველაზე აქტუალური პრობლემა არის, გამოც მოდიან ექიმთან, რომ მე მაქვს უძილობა, ქრონიკულია და მწვავე რა. თუ მწვავეს ვთვლით, როცა ორ თვემდეა ძირითადად ეს უძილობა და ქრონიკულია, როდესაც
წლები 2 თვე და მეტი გრძელდება. და მოდიან რადგან ძილის დეპარტამენტია, ნუ გონიოთ რომ მე ყველა მიმართულება შემიძლია ვმართო. ამ დროს ეს ასე არ არის. უძილობის ყველაზე დიდი რისკ ფაქტორი ხშირ შემთხვევაში ეს არის შფოთვა, ემოციური ლაბილობა და ის ფსიქიატრიული პრობლემები, რომელიც უნდა მართოს ფსიქიატრმა. და აქ ფსიქიატრის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის აუცილებელი შიზოფრენია ქონდეს ადამიანს, ან მწვავე ფსიქოზი, ხო? ამიტომ დიფერენციალური დიაგნოსტიკას და ფსიქიატრი რთავს უკვე ნარკოლოგს. მაგრამ აქ ძალიან დიდი დილემის წინაშე ვდგევართ. ნარკოლოგის ჩართვა არავის არ უნდა. იმიტომ რომ ძალიან კომფორტულ ზონაში არიან ეს ჩვენი ახალგაზრდები, როდესაც მარიხუანას მოიხმარენ. რას გულისხმობ? ან მოწონთ. კარგად გრძნობენ იმ ფაზაში თავს და მერე პოსტ რომ ეს იწვევს უძილობას, აგრესიას, გაღიზიანებას, დეპრესიას, სუიციდალურ ფიქრებს, აზრებს ძალიან მდგომარეობამდე. იქიდან გამომდინარე რომ მუდმივ მოხმარებაში არიან, ეგ ფაზა ხო არ დგება? მუდმივად მოიხმარენ პრაქტიკულად. ხო და მაგას ვამბობ, სულ დაბოლილები არიან. შესაბამისად მაგას ვერ გრძნობენ, აი ეს ფოტოას. როგორ ვერ გრძნობენ, ძალიან კარგად გრძნობენ. ანუ ნახეთ, ემოციის მართვა აღარ შეუძლიათ ამ უძილობით მოდიან იდეაში რა, რომ მე მაქვს უძილობა. და ძილი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ემოციური ბალანსირების შენარჩუნების რა. და წარმოიდგინეთ, ესენი ხო ათენებენ ღამეს თან პლუს, იძინებენ დილას ეს ამდენი ხმარვით. ჯერ მარტო თავი გავადა. მაგრამ მე ვიცი რომ ანუ ეწევიან რომ დაიძინონ. კი, ჩაძინება, მე ვიძებად. ეძახამე ეღვიძება? ქცევა როგორი არის აი მარიხუანას მომხმარებლის, ანუ დაიძინებს ამოწევით. ჩვეულებრივ იძინებს, მაგრამ ძილის ფაზები არ დგება ნორმალურად. მაგრამ მთელი ღამე ძინავს, ანუ იმას გონია რომ ძინავს. ვერანაირად ხშირი გამოღვიძების პერიოდები აქვს. ამას ვამბობ, რომ ხშირად მე უკანშებრუნება უჭირს, ხო? კი, მე ადგება და კიდევ ეწევა რომ დაიძინოს. წარმოიდგინეთ, რამხელა გავლენა აქვს აი ამ ნარკოტიკულ საშუალებას ამ ორგანიზმზე. ეხა ესეთი კითხვა გამიჩნდა. ყველას ეგეთი ბედიელის, ასე ვთქვათ, ანუ მარიხუანას მომხმარებას. ბედიელის თითქმის, აი 80% და რატოა მნიშვნელოვანი საერთოდ აი ამაზე გავამახვილოთ ყურადღება, რატოა მნიშვნელოვანი ძილი. შეიძლება გამოიწვიოს ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც არის მეხსიერების პრობლემები უკვე ასაკში, განსაკუთრებით 40 წლის ზემოთ უკვე ამას გრძნობენ 15 წლის დაწყებული რო აქვთ მარიხუანას მოწევა, არიან 42-43 წლის ჩემი პაციენტები, რომლებიც ამბობენ, რომ მე ვიცი ეს რისი ბრალია, ეს არის ჩემი ხანგრძლივი მარიხუანას მოხმარების, მაგრამ ამის გადაგდება მსურს და ნელ-ნელა ვაპირებ ამის შემცირებას. ეს არის ამის გავლენა და გთხოვთ დამეხმარეთ, რომ ძილი მოვაწესრიგოთ. აი ამ ხალხს ნამდვილად ვეხმარები, რომ ამბობს, რომ მე მარიხუანას აღარ მოვწევ რეალურად, მაგრამ ისიც კარგად იცის ამ ადამიანმა, რომ მეორედ ვეღარ მოვა ჩემთან კონსულტაციაზე, თუ ეს არ შეასრულა. აზრი არ აქვს, ანუ ჩემს ჩართვას რა. ეხლა მე დავუნიშნო ანტიდეპრესანტი, ანტიდეპრესანტები ინიშნება, ეს პრეპარატები ძირითადად, რომელიც ამ დეპრესიას, შფოთვას, ძილს მოაწესრიგებს, ხო? მაგრამ რა აზრი აქვს, მან თუ კიდევ მოწია, ხო? ანუ ხვდებით როგორი ორი უკიდურესობის მდგომარეობაში ვართ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისე მეტესებს 15 წლიდან 40 წლამდე ვერაფერი ვერ იგრძნო ამ ადამიანმა, რომ ანუ ცოტა გვიან ხوار გამოფხიზლდა. ძალიან რთული კონტინგენტი არის და აი ისეთი ადამიანი შეიძლება ვერც მიხვდებით, აი ვერც ვიზუალობთ საქმიანობით. აი ისე გული მткиვა და ისე რაღაცნაირად აი მართლა შიგნიდან წყდება ხოლმე ყველაფერი, იმიტომ რომ არ არის ეგ მომენტი ჩემთვის ძალიან შორებელი, ჩვენთან ოჯახშიც ყოფილა ესე გარშემოცვაში, სადაც აი იმდენად მოქმედებს ეგ და იმდენად ჩემთვის აი არ ვიცი წარმოუდგენელი არის ეს, რომ იცი რომ აი ესეთ რაღაცას უკეთებს ადამიანს, მაგრამ ადამიანი თითქოს გამიზნულად იქიდან გამომდინარე რომ აი საჩემებული აქვს, რომ ძალიან კარგი ჩაძინების წყაროა, ძალიან კარგად მადუნებს. აი ეს არის რაღაცნაირი არო ამისი ჯერა დაჯერების არ ვიცი ეს ტვინში ალბათ რაღაცა ერთ-ერთი ის არის როგორ ფიქრობთ ზუსტად ის ვიღაც მომხმარებელი რომელმაც სხვა მომხმარებელი სწორი განათლება მაგრამ ამისი ჯერა და ამ დაჯერებით აკეთებს აი ამ მას რაღაცა პოდკასტს უყურებდი სადღაცა, სადაც აი ეს ტვინში აი ამ დაჯერების იმაზე იყო საუბარი, სადაც არ გვაქვს ჩვენ ერთი
ნაწილი ტვინში, რომელიც პასუხისმგებელია აი ამ დაჯერებაზე და შენ აი ამ დაჯერებას იმდენად რეალურს ხდი. რაც გვინდა იმას ვიჯერებთ. ხო, რომ ანუ ძალიან ღრმად გჯერა ამისი რა, რაც რეალურად. იმიტომ რომ ასე უნდა და იმიტომ ჯერა და მაშინ როდესაც ექიმი ეუბნება რომ ეს გამოიწვევს შემდგომ შენს დეგრადაცია, შენს მეხსიერების სერიოზულ პრობლემებს, შენს საერთოდ ვიზუალურად იცვლებიან, ვიზუალური გამომეტყველებაც კი ეცვლება. ვიზუალურად მაგალითად ძალიან მარტივად შეამჩნევ ვინ არის მომხმარებელი, ვინ არ არის მომხმარებელი, იმიტომ რომ ეს ჰორმონებზე პირდაპირ მოქმედებს, ეს ისეთ სტრუქტურებზე მოქმედებს, რომელიც ანუ სიარულიც კი იცვლება. პლუს ამას თუ ემოციების გაბუჟება ხდება და რაღაცა სახე არის, ხო. ყველაფერი ეცვლება ადამიანს. ანუ ძალიან ბევრი სხვა სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა არის რა. რომელიც ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს იწვევს. ანუ თუ უნდათ გადარჩენა ნეიროდეგენერაციული დაავადებები როგორი არის რას ნიშნავს ნეიროდეგენერაციული დაავადება გულისხმობს აი ზუსტად აი ამ პროცესს თავის ტვინის შეუქცევად პროცესს როდესაც ხდება თავის ტვინში არსებული ნეირონების ეტაპობრივი განლევა ანუ კდომა ხო? კდომა რა თქმა უნდა და ეს ანუ ეს რას ნიშნავს დემენციას ანუ ფრონტოტემპორალური შუბლსაფეთქლის დემენცია გააჩნია რომელი დააზიანა რომელი ეგ რომელი არის ფრონტოტემპორა რაღაცა შუბლი საფეთქლის წილი და რა სხვადასხვა გამოვლინებები აქვს აბსოლუტურად სხვადასხვა ფუნქცია აქვს შუბლს სხვა ფუნქცია აქვს საფეთქელს ანუ რას შვები ანუ აი დემენციის შემთხვევაში რა შვებიან ეგენი აი დემენცია მაგალითად ავიღოთ დემენცია როდესაც საუბარი არის რომ აი მაგალითად მოდის პაციენტი და მეუბნება რომ ჩემს მამას ან მოყავს პაციენტი მამა ჩემს ბოლო პერიოდში და შეეცვალა ქცევა მაგალითად დედის მიმართ რომელიც არის 80 წლის დედა გახდა ეჭვიანი ანუ მის მიმართ ეს დემენციური მამა მაგალითად ან შეეცვალა კვების მანერა რომ ჭამდა მამა დანა ჩანგლით და ეხლა ხელებით იწყებს ჭამას მე მყავს ჩემს ახლობელს დედა გაუხდა აგრესიული შვილის მიმართ კი, აკვიატებები ხო? ეს უკვე არის შუბლის სიმპტომატიკა წამყვანი, ანუ შუბლი ჩვენს ემოციურ ფაქტორებს ძალიან მკვეთრად განაპირობებს. მაგრამ ერთი ადამიანის მიმართ. კონკრეტულად შეიძლება ან ერთი, ან შეიძლება სხვა, შეიძლება გარეპირის საერთოდ და ეს ახასიათებს შუბლის მიერ დემენციას. შუბლის მიერ და შუბლის ძირითადად შუბლის სიმპტომატიკაა წამყვანი. აი ამ დროს აი მქცევითი ფსიქიკური პრობლემები და საფეთქელის შემთხვევაში? საფეთქლის დემენციის შემთხვევაში აქ არის აი აღქმის პრობლემა. აი მაგალითად დაავიწყდა სად დადო ან გაზზე დადგა საჭმელი და დაწვა და ანუ უფრო მეხსიერების ჩავარდნის ეპიზოდებია რა გამოხატული. ანუ მარიხუანას მომხმარებელი არის თუ არა მაგრისკის წინაშე? მარტო მარიხუანას მომხმარების არა და ტოქსიური ნივთიერებების ვისაც ქრონიკული ძილის დარღვევა აქვს ამის რისკის ქვეშ არის. ჩვეულებრივი ადამიანიც კი რომელსაც გონია რომ ღამის 2 საათზე დაიძინებს და 2 საათამდე ყავას სვავს და სიგარეტს ეწევა იმიტომ რომ ესე უნდა და მე ბუვარ გაგებით ასე აღნიშნავს. აი მაგაზეც უნდა კითხო, ტოროლა და ღამურა. ხო, ანუ ამას აღნიშნავს და აი ამას მე შემიცვლით ქალბატონო 60 წლის ქალბატონი რომ ამაკას მეუბნება ეს არის მე დამირეკი უთხარო. აი შუბლის დემენცია რო გეკრება მე გაგახსენებ ტოროლას. ის ქვეშ დგას ყველა ადამიანი ვისაც ძილი აქვს დარღვეული. მე მესმის ის ფაქტორი რომ 40 წლამდე ქალბატონებში ძილი მეტად მოწესრიგებულია ვიდრე 40 წლის ზემოთ, როდესაც ვერცხლის ფაზაში შევდივართ სიტყვაზე. მართლა მე პირიქით მგონია. ანუ რაც უფრო ხანდაზმულობაში შევდივართ, მით ხან მოკლდება ჩვენი ძილის ფაზები. ანუ ყველაზე მეტად გერინტოლოგიური მიმართულებები ცალკე ამ ძილის დარღვევებზე ძალიან აქტიურად მუშაობენ, იმიტომ რომ მედიკამენტი, რომელიც შეიძლება 40 წლის ასაკში და 50 წლის ასაკში დაანიშნო, ის 70-80 წლის ასაკში ადამიანს ვერ დაუნიშნა. ნახეთ, გერინტოლოგია ეს არის მეცნიერება, მიმართულება, რომელიც მოხუცებზე კონკრეტულად აქცენტირებას აკეთებს, იქ არის ნევროლოგია, ენდოკრინოლოგია და ასე შემდეგ. და ნეირორადიოლოგია და აქ უკვე სხვა მიმართული კვლევა. ანუ არანაირად არ შეიძლება 40 წლის მერე ჩვენ აი ეს ფაზები შევინარჩუნოთ, რაც ახალგაზრდობაში ხონდა. ზუსტად იმით შესაძლებელია, რომ ჩვენი ცხოვრების მედიკამენტის გარეშე. რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრების მედიკამენტი დღესდღეობით უკვე ისე მიდის მედიცინა რომ ერთ მედიკამენტთან ერთად თუ არ ჩართე ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს მედიკამენტი ვერ მუშაობს. ვერანაირად ვერ მუშაობს.
ძალიან მნიშვნელოვანი თერაპია, არტ-თერაპია, ზრავს გულისხმობ, არ არის მარტო არტ-თერაპია, მუსიკალური თერაპია თუნდაც ზუმბა, ცეკვითი მოძრაობა, თან მოძრაობ, თან გესმის, თუ ქსიამოვნებს, ზოგს ისეთი დეპრესია აქვს, რომ ოუ, რა ზუმბა და რა ცეკვა და არა, ვის უნდა იპოვოს თავისი ის კაცო, ჩემი დაკალი ხატავს მაგალითად. კი ბატონო, ამაზე მნიშვნელოვანი თერაპიული მომენტი როა, ზოგადად საქართველოში არ არსებობს CBT, sleep therapy რა, წარმოიდგინეთ მე ახალგაზრდები რომ მოდიან ყველას ვახვეწები. CBT კოგნიტური behavioral თერაპია, ოღონდ კოგნიტური ქცევითი თერაპია, ხო? კოგნიტური ქცევითი თერაპია, ოღონდ ძილის. ვარ, ეს საინტერესოა. როგორ ხდება? ანუ დავალებებს გაძლევენ რა შენ დღეს, აი, იმიტომ რომ CBT ხო მაგით არის ცნობილი, რომ არის ძალიან გაზომვადი ფსიქოლოგიაში მიმართულება, რომელიც დაფუძნებულია დავალებებზე. ტიპმა დავალებამ, ანუ აქაც დავალებების თემა არის, დავალებების თემა, მაგრამ სულ სხვა, ანუ უფრო ჩაღრმავებულია ძილთან მიმართებაში. აი, მაგალითად, რო აქვს ძილის დარღვევა, რა არის ის გარემოება, ის პრინციპი, რომ დაუშვათ არ იძინებს. ზოგი არის ადამიანი და გეუბნება, რომ არა, განა ის რომ მე მობილური მიჭირავს ხელში, განა ის ფაქტორი რომ მე რაღაცაზე ვინერვიულე. უბრალოდ არ მეძინება რა, აი წვები ლოგინში და არ მეძინება. და აი მაგ დროს რა ხდება? აი ამ დროს უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგი. ანუ ადამიანი ხო არ არის საკუთარი თავის მტერი რეალურად ნორმალურ ადამიანზე მაქვს ხელაპარაკი, რომელსაც ქრონიკული ინსომნია აქვს. ანუ არ შეუძლია ჩაძინება. ჩემი მეგობარია, რომელსაც ეს ქრონიკული ინსომნია აქვს და სეზონურად. აი ზამთრისკენ ეწყება უფრო ეს დეპრესიული მომენტი და შესაბამისად ინსომნია. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ზამთარში ზოგადად მატულობს დეპრესიული ფონი. იმიტომ რომ მზის სხივები შედარებით ისე ვერ აღწევს, როგორც ნაკლებია. რა არის მათ გამოსავალი? აქ ყოველთვის გაგიკვირდებათ და მე ყოველთვის ურჩევ ხოლმე, რომ კი ვერთვები, იმიტომ მოდის, რომ ეს სეროტონინი აუწიო ადამიანს და მე ხა ეს სეროტონინი პირველ რიგში ეს არის ფიზიკური აქტივობა, აუცილებლად ან ცურვა, ან იოგა, ან რაიმე, თუნდაც სოციუმში ვარ, მე სახში ვარჯიშობ, მე წინააღმდეგი ვარ სახში ვარჯიში ზუსტად იმიტომ, რომ აი ამ გარემო ფაქტორს ანტიდეპრესანტული გავლენა აქვს რა. ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემ მარათონებს ეს არ ეხებათ გოგოებო, ჩვენ კარგად. ეს როდესაც სხვა ფონი არის უძილობა და ასე შემდეგ. დეპრესიულ გავლენაზე. ის გარემო უნდა შექმნას, რადგან ვილაპარაკეთ, რომ ამ შემთხვევაში ინიშნება ერთი ანტიდეპრესანტი და ამ მარტო ერთ ანტიდეპრესანტის იმედზე ვერ იქნება ეს ადამიანი. ამას ჭირდება სოციალური მხარდაჭერა. ანუ მაგალითად, თუ ეს დეპრესია არ არის განპირობებული მადეპრესირებელი ფაქტორებით, როგორც არის ოჯახური პრობლემები. ხო, არ არის, მოდი ვთქვათ, რომ არ არის. ხო, თუ ეს 100 არ არის, თუ მას არ აქვს ფიზიკური აქტივობა, ვრთავთ ფიზიკურ აქტივობაში. ვრთავთ ანუ ფსიქოლოგს, ფსიქოლოგი, რომელიც სწორედ უნდა არჩიოს. არის დეპრესიის მომენტები რეალურად, ეხა თქვენ ამ შემთხვევაში ამბობთ, რომ ეს არ არის, ანუ უბრალოდ ეწყება ზამთარში დეპრესია ამ ადამიანს. ამ დროს ენდოკრინოლოგსაც ვრთავთ. ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სქესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ქალებში ძალიან ხშირია უფრო მეტად ეს სეზონური დეპრესია, იმიტომ რომ ჰორმონალური სპექტრი ირღვევა ამ შემთხვევაში. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ენდოკრინოლოგის ჩართულობა, იმიტომ რომ იქ მოხდეს შესწავლა მენსტრუალური ციკლის ფაზების სიტყვაზე, ასევე ამ ფაზებთან მიმართებაში ხო არ შეეცვალა სიმპტომატიკა, თავის ტკივილები ხომ არ წამოვიდა, თუნდაც ამ დეპრესიის ფონზე. ანუ ძალიან ბევრი ფაქტორია შესასწავლი, თუნდაც ძილი ხო არ ერღვევა, ძილის დარღვევის გამო ხო არ დაიწყო, რომ აქვს დეპრესიული ფონი. ძილი არის ყველაზე მოწყვლადი. მე მგონი რომ ხო ძილისგან აქვს, იმიტომ რომ ზაფხულშიც აქვს ხომ ეს ეპიზოდები უძილობის, მოკლედ ქრონიკული უძილობა, რომელსაც აუცილებლად გამოვაგზავნით თქვენთან. ესე იგი როგორც ჩანს ქრონიკული ინსომნია. ძალიან აწუხებს, ხო, ძალიან რეალურად ძალიან აწუხებს და ყოველთვის ებრძვის მაგ იმას და ნუ თვითონაც ესე ვიცი რომ ეს ძალიან რთული არის რა ეხლა რაღაცა მგონია რომ აი ესეთი ადამიანები რო გავიცანი ეგ უნარი უფრო მეტად დავაფასე ჩემში რომ თურმე ესეც რაღაცნაირად granted როგორ არის ბოძებული ყოფილა ეს უნარი რომ ჩვენ შეგვიძლია ჯანსაღად თუ შეგიძლია ჩაიძინო და შენ აი ამას უარყოფ და ქაჩავრო ორამდე არ დაიძინო და ძალით დაიმართო ის რაღაცეები რაც გემართება ხო აი ძალიან სამწუხარო არის რა და პირიქით ეს არის ხელოვნურად გამოწვეული უძილობის საკითხები და მე მაინც მგონია რომ ეს ყველაფერი მომდინარეობს ბავშვობიდან ანუ რას გულისხმობ ნახეთ როდესაც ბავშვის აქტივობაზე პასუხისმგებელი არის მშობელი
სიტყვაზე სკოლაში მარტო ანუ განათლებაზე ორიენტირებული მშობლები არ გინახიათ. არა, მაგას არც ალია. მაგას არც ალია. მანტურ ფიზიკაზეც რო ატარებ. ჭოკით. ფიზიკა, მათემატიკა ის. ჭადრაკი. საწყალი ეს ბავშვი. სპორტზე დაყავ ჭადრაკზე. ობეზიტები, ეს პუტკუნები, მარტო ჭამაზე ორიენტირებულები და ამ დროს არა სპორტი, არა ფიზიკური აქტივობა. ამ დროს ჩვენი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის რომ ბავშვი დაუტვირთოთ ფიზიკურად. არ არის აუცილებელი სხვადასხვა სპორტზე. ერთი სპორტი ავურჩიოთ, რომელიც მას უნდა და უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური. ვინაიდან ფიზიკური აქტივობა ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი ტვინისთვის, რომ მოი დაიღალე შენ და სრულფასოვანი ძილი დგება რა ამ დროს. ამიტომ ფიზიკური აქტივობა ბავშვის თავიდანვე ხდება. ანუ ეს ადამიანი უკვე მიჩვეულია მოწესრიგებულ რეჟიმს. ანუ რეჟიმში ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ბავშვის რეჟიმში ყოფნა, შემდგომ ეს რა თქმა უნდა გარდახის ასაკში ცოტა გვეცვლება, იქ ჩვენს გარემოწრესაც მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ აქცენტირებულები, რომ სპორტიდან არ უნდა გამოვიყვანო. მე არ ვიცი თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ, მაგრამ მე ძალიან მიყვირს 18 წლამდე ახალგაზრდები რო ჯიმში დადიან. როდესაც აი ამდენი სპორტი არსებობს, როგორიც არის ფეხბურთი, ჩოგბურთი, კალათბურთი, ანუ ძალიან სახალისო სპორტი. ან მე 10 წლის ბავშვი იქიდან გამომდინარე რომ ბავშვობიდან არ მიდიან ჩვენთან საქართველოში არის ეგ სტიგმა რომ თუ შენ აი იმ სპორტით კონკრეტულად ბავშვობიდან არ ხარ დაკავებული 14 წლის ასაკში რო დაიწყო უშანსოდ ხარ და მაგით. თქვენ როგორ ფიქრობთ? ანუ მე ვფიქრობ რომ არ არის უშანსოდ, მაგრამ თვითონ იქ ტრენერები ახლა ადამიანი რომ მივადა ტრენერი რომ ისე დახვდება პოზაში, აი როგორ გინდა ახლა რომ ბავშვმა იქ ადგილი დაიმკვიდროს, ხო? აი ახლა ტენისზე მაგალითად ყველა ტენისის მოთამაშე გეტყვით რომ თუ 5 წლიდან არ დაიწყო ტენისის თამაში, შანსი არ აქვს. აი ნუ ახლა ბავშვს რომ ამას აგონებ. 8 წლიდან და მამაჩემს შეიძლება არ ქონდეს იმ ადამიანს შანსი, მაგრამ ნუ ამას ნუ გააგონებ და ნუ იმას იზავ, ნუ შთააგონებ, ხო? რატო? იმიტომ რომ ეხა 5 წლის ასაკში ძალიან რთულია განსაზღვრო რომელი სპორტი მინდა, მე თუ მშობელმა არ განმისაზღვრო. როგორ შეგიძლია რომ 5 წლის ბავშვი დააყენო და ათამაშო 40 წუთი, აი როგორ? ხო, არა თამაშებენ მართალია რაღაც სხვადასხვა რაღაც, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ანუ მაგ დროს მშობელი საზღვრავს შენ რა გინდა. და როდესაც უკვე აი ეს რაც მითხარით რომ მოზარდი მიდის ჯიმში და რაღაც, ეს არის დაგვიანებული სპორტზე შეყვანის ამბავი. ალბათ სავარაუდოდ ეს არის, იმათაც უნდათ ალბათ სპორტზე სიარული, უბრალოდ თვლიანად დაგვიანებული. ამ დროს არ არის დაგვიანებული და მე მგონია რომ ყველა უნდა იაროს იმ სპორტი, რომ ხანგრძლივად, ანუ ხანგრძლივ პერსპექტივაში დავინახოთ ჩვენი თავი. აი მაგალითად, ახალგაზრდა ქალბატონები, აი თუნდაც 40 წლის, 41 წლის, თუნდაც რა ვიცი, 50 წლისაც რომ მოსულა, მეუბნება რომ აი მტკისარი მტკივა, ძირითადად ტკივილებით რა, აი ზურგის მტკივა და მე მეუბნები რომ ძალიან კარგია თქვენი სპორტული აქტივობა, თუნდაც ცურვა და აი ცურვა არ ვიცი. იდეალური შანსი გაქვს ისწავლოთ ცურვა და მიყურებენ დიდი თვალებით, რომ მეთქი ეხლა უნდა ისწავლოთ თქვენ ცურვა, სწორი ცურვა, რომ 70 წლის ასაკში გქონდეთ ის დატვირთვა და ის ემოცია, დადებითი ემოციის მიღება, რომ როცა თქვენთვის არ ეცლება არ ჩვილს, არ ჩვილიშვილს, მარტო რჩებიან ჩვენი მოხუცები. რომლებსაც არ აქვთ არანაირი აქტივობა. ხელში არ უჭირავთ არანაირი ინსტრუმენტი, გამრთობი, ხო? არანაირი. იფიქრეთ დღეს შენს თავზე, ახალგაზრდა ქალბატონს ვამბობ, ისწავლე სწორი ცურვა, ან სწორი რაიმე ფაქტორი. იმ ცურვას რატო ვეუბნები, იცით რომ 70 წლის და 80 წლის ასაკშიც კი შეიძლება რომ მათ იცურვონ. ვარჯიშიც შეუძლიათ 70-80 წლის ასაკში. რა თქმა უნდა, კი შეუძლიათ. რა თქმა უნდა. სხვაჯერს ავსტრალიაში ჩატარდა ფანტასტიკური კვლევა 79 წლის ქალბატონებზე ავსტრალიაში Live Strong და ანუ ადამიანებს ქალბატონებს რომლებსაც ჰქონდათ მყიფე ძვლის სინდრომი უკვე დაწყებული, ანუ გამოფიტული ძვალი, ეს ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი და ჩაატარეს წონებით ვარჯიშით კვლევა, რამდენად გამოიღებდა ეფექტს ძვლის სიმყიფის პირიქით აღდგენაზე და ან შენ ანუ გაჩერებ იმ პროცესს. აღდგენა დაიწყო 65-70 წლის ასაკში, ანუ ყველა ასაკში შესაძლებელია ვარჯიში და ყველა ასაკში შესაძლებელი არის დაწყება და იმ პროცესის არათუ შეჩერება, არამედ პირიქით ცუდი პროცესების რეგრესი და კარგი პროცესების პროგრესი, ასე ვთქვათ. ერთი კითხვა მაქვს კიდევ მელატონინს რო იღებენ თვითნებურად და როგორც ეს ხო არის ჰორმონი,
სინთეტიკური ჰორმონი და ძალიან ხშირია, მით უმეტეს აფთიაქში რეცეპტის გარეშე შესაძლებელია რომ მიიღო. დანამატად არის რეგისტრირებული. და აი ესე რა ვიცი 25 წლის გოგო ზილი არევა და წავა და მელატონინს იყიდის. მაგრამ თქვენ მიესალმებით რომ აი ესე თვითნებურად მიდიან და აფთიაქში ყიდულობენ. თვითნებურად არც ერთი მედიკამენტის დანიშნოს არ მივესალმები, მათ შორის არც იბუპროფენის, არც ანტიბიოტიკის და არანაირი მედიკამენტის. ეს კიდე სალკე ეს არის ფენომენია. ანტიბიოტიკებს რო იყრიან ვირუსებს. საერთოდ რა დამოკიდებულება გვაქვს ქვეყანაში, ეს სალკე ნამდვილად ძალიან ცუდი, იმიტომ არის იქ ნაადრევი სმენის პრობლემები იწყება და ძალიან ბევრი სხვა გვერდითი ეფექტი აქვს და იმუნოსუპრესია და ზუსტად ისინი სვავენ უფრო მეტ ანტიბიოტიკებს, ვინც თვითნებურად სვავს ამ ანტიბიოტიკებს. და შესაბამისად ეს მელატონინი, როდესაც ესეთი მწვავე ეს არის აი თუნდაც ქიმიოთერაპიის ან რაღაც ესეთი პაციენტები, რომლებსაც მედიკამენტი დაერღვა, ძილი ვიწყებ მელატონინი და ყველა აი მაგ შემთხვევებზე არ ვსაუბრობ. აი ჩვეულებრივი ადამიანები, გოგონები რო გადაწყვეტენ, რომ აი რაღაც ერთი-ორი დაერღვა და მიდიან თვითნებურად არც ერთი მედიკამენტის დანიშნოს რას რისკებთან არის ეს დაკავშირებული თვითნებურად? რისკი ის არის, რომ შესაძლებელია, რომ აი თუნდაც რაც თქვენ დაგემართათ, გადაჭარბებით განისაზღვროს უკვე ორგანიზმში მელატონინის დოზა და დღის განმავლობაში ძილიანია, გუნება განწყობილება იცვლება, ხასიათობრივი ცვლილება აქვს და გაბრუებულია და უნაროა რეალურად. ამიტომ ის მეორე აღარდალებს იმ წამალს. ამიტომ სწორია დოზირება შეირჩეს, რა დოზაზე. და საერთოდ საჭიროება ალბათ, ხო? და საერთოდ საჭიროება, რა თქმა უნდა. მიზეზს აქვს, ზოგადად სანამ რამეს დავიწყებთ, რაიმე მედიკამენტოზურ ჩართულობას, მიზეზი უნდა ვიცადეთ. აი ეს მოდი ამას ვცდი, ესე არ არის სწორია. აი ესეთი რაღაცა რო გამოვყოთ, თქვენთან მოსული პაციენტებიდან ძირითადად ყველა ხასიათდება რაღაცა ქცევით, ხო? ყველაზე დიდი ჯგუფი ავიღოთ, მოდით, იმიტომ რომ მე მგონია, რომ აი ეს ყველაზე დიდი ჯგუფი არის ზუსტად რეჟიმის არ მოყვარული ადამიანების ჯგუფი, ასე ვთქვათ. და მინდა რომ აი ადამიანს ვისაც დავუშვათ რეჟიმი აქვს დასალაგებელი, აი ის რამოდენ თქვენი ტოპ რჩევა, რასაც თქვენთან მოსულ პაციენტს ურჩევთ ხოლმე, აი იმ მედიკამენტი, შეიძლება მედიკამენტის პარალელურად, რაც თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, რომ კონდეს ძილის ჰიგიენა მოწესრიგებული, ყოველთვის ვიწყებთ ძილის quality როგორ არის? ხო, ძილის ხარისხი კონდეს ძალიან კარგი და აი რა იქნება ეს თქვენი ტოპ რჩევები, რასაც გასცემთ ჩვენს მაყურებელზე. ჩემი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, როდესაც ჩვენ საუბრობთ ცირკადული რიტმის დარღვევაზე, ანუ ბიოლოგიურ საათს, როდესაც ჩვენ ვარღვევთ, ხო? ხო, სწორად გავიგე, ხო? იმის არა, რომ რაღაცა მიზეზი იწვევს. ხო, რაღაცა მიზეზი იწვევს, რომელიც ძალიან დიდი კლასია და მე მინდა ბოლოში ხაზი გაუსვა ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან და ასე ვთქვათ სიმპტომს, რომელიც ხრინვაა და სასაცილოდ არ ყოფნით მოსახლეობას, ამაზე მე ვისაუბროთ. თუ გვაქვს დრო, არ ვიცი. ერთი ამ მესიჯებს გამოვყოფ, ანუ ცირკადული რიტმის ბიოლოგიური დარღვევა, ეხლა რას გულისხმობს? ეს ცალკე კლასიფიკაცია ძილის დარღვევების. აი მაგალითად, ღამის მორიგეობა. აი იძულებულია ადამიანი, რომ 4 დღეში ერთხელ ექიმი მაგალითად იყოს მორიგე. ეს არის, რომ განამას უნდა, მაგრამ ხელოვნურად ერღვევა ძილღუდის რეჟიმი. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, რომ მას ინსომნია ისედაც განუვითარდეს. კლუბის მოყვარული ახალგაზრდები ძალიან ბევრია მსგავსი და ესეც უკვე არის ცირკადული რიტმის ბიოლოგიური რიტმის დარღვევა, ხო? ეხლა და ასევე ხშირი ფრენა სამსახურებრივად. ანუ არ არის საერთოდ აუცილებელი, რომ მას უნდოდეს ძილის დარღვევა, მაგრამ ისე იცulis აი ამ ქვეყნებს, რომ რეალურად უწევს ადრე გაღვიძება ფრენამდე, მერე ჩამოფრენა, ირღვევა ეს ცირკადული რიტმი. მოკეთ რეკომენდაცია არის ესეთი, რომ პირველ რიგში სანამ მივალთ ექიმთან, უნდა განსაზღვროთ ეს ჩვენი ძილის დარღვევა, როცა უძილობა გვაქვს, რითია გამოწვეული, ანუ რისკ ფაქტორი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა განაპირობებს ამ რისკ ფაქტორს. თუ დაუშვათ არის ყველაზე მეტად ვალაგებ ხოლმე დიპლომატებთან და აი იმ საქმიან ადამიანებთან, ვისაც ხშირი ფრენა აქვს. ყველას ურჩევ
რომ გადაიხადონ ცოტა მეტი და დღის ფრენები გქონდეთ. მიუხედავად ეგეც სტრესია, ამდენი ფრენა, მაგრამ მაინც ასურველია რომ დღის ფრენაში იყოს, ვიდრე მე ჩავრთო მედიკამენტი, წარმოიდგინეთ რა. ანუ მეც ვერიდები მაქსიმალურად მედიკამენტის ჩართულობას, როდესაც ხელოვნურად დარღვეულია. პირველ რიგში რისკ ფაქტორი. ასევე რისკ ფაქტორი არ არის და დამეთანხმებით, რომ როდესაც 12 პირველ 2 საათამდე, 3 საათამდე, დილის 4-მდე დგანან და თამაშობენ, თამაშობს ახალგაზრდა კაცებიც, ბავშვებიც, გოგუებიც, დგანან და აქტიურად არიან გაჯეტებზე დამოკიდებული. ეს გაჯეტი ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ შვილებს მოწონს თუ არა, როგორც მე ვიქცევი, მე ესე ოფიციალურად მივდივარ 9 საათზე, ეს ცოტა აგრესიულად გამომდის და ცოტა ალბათ მაბულინგებ დედა მეუბნება, ესე დაუკეცავ, ვიღებ მორჩა. всё, აღარ აქვს მას ხელში, მას ცოტა აგრესია, თითქოს ტრემლებიც უტკებ. არის, რა ვქნათ? ესია სამწუხაროდ ესეთ საუკუნეში ვართ, რომ ამაზე დამოკიდებულები არიან. რომ თუ გვინდა რომ ჩვენ გადავარჩინოთ ჩვენი შვილები, გადაურჩეთ ასევე ჩვენ ძალიან დამოკიდებულებები ვართ ჩვენც მოზრდილები. დიდი ბებია ბაბუებიც ასევე დამოკიდებულნან და სკროლავენ ძილის წინ და მერე კიდევ ირღვევენ ამ ძილს. ანუ ძილის ჰიგიენას რაც შეეხება, რომელიც ეს არის პირველ რიგში გამოსხივება, სადაც არის, ეს ყველაფერი უნდა მოიხსნას. გაჯეტი, ცხოვრების რეჟიმის მოწესრიგება, იმ გაგებით, რომ რაც გვირღვევს ძილს, ის იქნება ფიზიკური აქტივობა ალბათ. ფიზიკური აქტივობა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ამაზე ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. კვება ძილის წინ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რამდენი საათი ადრე უნდა მოვშორდეთ კვებას? 3 საათით ადრე უნდა ვიკვებოთ, მაგრამ მე ვიცი, რომ ფიზიკური აქტივობის მერე აუცილებელია გარკვეულწილად რაღაც თუ დღის განმავლობაში იცით, თუ დღის განმავლობაში საკმარისი კალორიაჟი გაქვს მიღებული, საერთოდ არ არის. აი ნახეთ, ხო რაღაც გარკვეულწილად არსებობს სპორტული მედიცინის სხვა მიმართულება, რაშიც რეალურად მეც არ ვერევი და ვერც ვერევით რა. ანუ იცით რა არის, ხო, იძახიან რომ ხო მაქსიმალური, როდესაც ბალკინგი მიდის მაქსიმალური და კუნთის მაქსიმალურად ზრდა უნდათ. კი ბატონო, იმ ვარჯიშს მერე თუ გვიან ვარჯიშობენ, გვიან ჭამენ. ცხიმოვანი ქსოვილის, ხო, კუნთოვანი ქსოვილით, ამ შემთხვევაში. ხო, გვიან ჭამენ დაუშვათ იქ რაღაცა კასეინით დატვირთულ პროტეინს დაუშვათ. მაგრამ 2 საათნახევრით ადრე უნდა გააკეთოს, ესეც დაძინებამდე სასურველია, რომ ძილის წინ არ მიიღოს თუნდაც რაღაცა. ანუ არც ერთი ფიტნეს გაიდლაინი და არც ბალკინგი და არც ბოდიბილდინგი არ გეუბნება, რომ ღამე უნდა გაიღუძო და ჭამო. ანუ დაამთავრე ჭამე, მაგრამ თავარია მანამდე ის საკმარისი ზრდის იქნება თუ დეფიციტის იქნება თუ ხტომის იქნება თუ მომატების იმამდე, აი ძილამდე, დღის განმავლობაში მიიღო საკმარისი რაოდენობა. გვიან საერთოდ არ არის საჭირო ჭამა. არ არის საჭირო თუ არ გიწევს ახლა და თუ გიწევს ის ანუ ძილის რეჟიმის დარღვევაც გიწევს ახლა გამოდის რომ რაღაც გარკვეულ სტრესში ხარ და ანუ 2 საათით ადრე 2 საათნახევარი 3 საათით ადრე უნდა შევჭამოთ. ანუ ეს რაც შეეხება სნეკების ისეთი მაინც დაძინებამდე რო იციან მსნაობა ეს ანუ აი ეს უნდა დავივიწყოთ. ზოგადად კვებებს შორის ეს კვებები ანუ ეს არ შეიძლება ისევ ძილის რეჟიმისთვის, ანუ ესეც ანუ შეიძლება რომ დღის მსნაობამ ღამის ძილზე იმოქმედოს? გააჩნია რას იკვებება. ზოგადად კუჭნაწლავის ხრივ კუჭნაწლავი, ანუ გასტროენტეროლოგიური ეს დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია რა. ანუ არ უნდა მოხდეს მეტეორიზმი, აი ესეთი აი ხილის მიღებასაც თავისი დრო აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ. უბრალოდ რომ დღის პირველ ნახევარში და 4 საათამდე მაქსიმუმ მოხდეს ხილის მიღება. ძილთან რა კავშირში, იმიტომ რომ მე ვეუბნები რომ ზოგადად მაშინ ჭამე ხილი, იმიტომ რომ თუ არ გბერავს, თუ გბერავს და ხა ყველა ადამიანს არ ბერავს მაგალითად. აი იცით ჩვენ არ ვიცით ჩემს მეზობელს ლეღვი არ ბერავს მაგალითად მე არ ვიცი, მე დილის ჟაბრივით ვარ ლევზე. რადგან მე არ ვიცი მისი აი ეს კუჭნაწლავის პრობლემა რა მდგომარეობაშია კონკრეტულად, მე ყოველთვის ვურჩევ რეკომენდაციას ვაძლევ რომ ძილის წინ არ შეჭამოს ხილი. ძილის წინ რა თქმა უნდა, ხო. ანუ თუნდაც საღამოს რა ვახშმის მერე. ჯობია რომ ეს ხილი მიირთვათ დღის პირველ ან მეორე ნახევარში. ანუ თქვენი თქმით ხილში არის უფრო მეტი რისკი რომ ძილზე იმოქმედოს, იმიტომ რომ განმავლობაში უწევს კუჭს მისი გადამუშავება. რომ ფრუქტოზას შეიცავ, კი ბატონო და
გადაუმშავებელი ბოჭკო არის ძალიან ბევრი. და ამიტომ ძალიან უჭირს კუჭნაწლავს მისი გადამუშავება და შესაბამისად დიდი ხნის განმავლობაში შესაძლებელია რომ უფრო ვერ მოდუნდეს ორგანიზმი ვიდრე დაუშვათ არ ჭამით. ამიტომ მე ყოველთვის ურჩევ რომ არ მიირთვას ღამე. ანუ არის საუბარი რა დაუშვათ კაი არ უჭამ ღამე, მაგრამ ხილს მაინც შევჭამ. ხილს მირჩევნია სიტყვაზე მიირთვას აი რაღაც ბოსტნეული თუნდაც კიტრი, ანუ მაწონი, ან რაღაც ხაჭო 0%-იანი. პრობიოტიკებით სასაკებად. მსგავსი კვება რა. ჩემზე კარგად თქვენი თვითი საკითხი. და ჯანკი რამდენად მოქმედებს ძილზე? ანუ ზოგადად არ არის სასურველი, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველდღიურად სწრაფი კვება არ არის სასურველი ქოლესტერინისთვის, გულსისხლძარღვთა სისტემისთვის. ეს კაი ძილთან რა კავშირში არის? ანუ ძილთან პირდაპირ კავშირში, როგორც ასეთი არ არის, თუ არ შეჭამ ძილის წინ. ანუ ძილის ჰიგიენის ვარიანტში ეს რას შეჭამ, როგორ შეჭამ მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ თქვენ ამას არ შეჭამთ ყოველ დღე და არ შეჭამთ ძილის წინ, გავლენას დიდად არ ახდენს. მაგრამ ის ფაქტორი რომ junk food-ი იწვევს მეტაბოლურ დარღვევას, ნუ რაღაც შემდგომ წონის მატებას, ამ წონის მატების დროს ეს ჩვენი ღიბი ასე ვთქვათ უკაცრავად მუცელი საკმაოდ აქტუალურია საქართველოში, იმიტომ რომ აქტიურად მოვიხმართ ასევე ალკოჰოლს და ჩვენ არ ვიცით ალკოჰოლის დოზირებული მოხმარება, ეს არის ჭარბი მოხმარება ალკოჰოლის, თქვენ რომ გახვიდეთ გარეთ ძალიან სამწუხაროდ უფრო მეტ მუცლიან ადამიანს დაინახავთ ვიდრე ფიზიკურად მომზადებულს, ხო? ეს განაპირობებს რესპირატორული სისტემის პირდაპირ კომპრესიას ძილის წინ, რომელიც იწვევს ხრინვას, იწვევს ხრინვის დროს სუნთქვის შეკავების ეპიზოდებს და იწვევს დიაგნოზ აპნოეს, ანუ აპნოე. აპნოე ეს არის ძილის დროს სუნთქვის შეკავება. აი მივადექით ახლა ზუსტად მაგ თემას, ხრინვა, აპნოე. ხრინვა, რომელიც კითხვას რა უსვაო, რომ უკაცრავად ღამე ხრინავთ? გაეცინება ჯერ, ალბათ კი, ალბათ არა, მოდით ვკითხოთ მეუღლეს, ან თქვენ პარტნიორს. ისე ადამიანმა ხო არ იცის ხრინავს თუ არა? ადამიანმა არ იცის უმეტეს შემთხვევაში ხრინავს თუ არა, უბრალოდ სანამ ვინმე არ ეტყვის, ხო. მაგრამ ის ეპიზოდები აქვთ ხრინვის დრო, ანუ როდესაც ნახეთ, ხრინავს, შეაკავა სუნთქვა გამოაღვიძა და ეს ახსოვს რომ რაღაცამ გამოაღვიძა, ხვდებით? ყველა შეკავებული სუნთქვა არის აპნოეს დიაგნოზი? ყველა შეკავებული სუნთქვა აპნოეს დიაგნოზი, რა თქმა უნდა, არ არის. ამიტომ არსებობს სრულფასოვანი კვლევა, ოქროს სტანდარტი, იდეალური პოლისომნოგრაფიული კვლევა, რომელიც ჩვენს ჰოსპიტალში კეთდება პოლისომნოგრაფიული კვლევა, რომელიც რას გულისხმობს? ღამე მოდის პაციენტი წვება ლაბორატორიაში, ეს არის VIP პალატა ჩვეულებრივი, სადაც პაციენტს ვამაგრებთ ძალიან ბევრ რამეს. მოკლედ, პირველ რიგში ვამაგრებთ ელექტროდებს თავზე, რომ ჩვენ შევისწავლოთ ძილის სტადიები. ნახეთ, როდესაც მე ვასქორინგებ და ვუყურებ ძილის კვლევას, გამოღვიძების, ანუ ღვიძილში იმას ინფორმატიულს და კლინიკურად მნიშვნელოვანს ვერ ჩავთვლი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დავადოთ ელექტროდები, რომ ეს ფაზები შევისწავლოთ. ასევე მნიშვნელოვანია გულმკერდის ბელტს ვაკეთებთ, ანუ ლენტი გულმკერდის, ასევე მუცლის, არის ცხვირში, რომელიც ზუსტად ეს ნაზალური კანულა მიგვითითებს, რომ სუნთქვა შეაჩერებათ, გააჩმოს, ხო ხრინავს და გააჩერა, ხო? ეს უკვე იზოხაზივით მოდის, წარმოიდგინეთ, ან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან ერთი კითხვა მაქვს. საერთოდ ცნობილი ფაქტია, რომ სხვა ლოგინში, სხვა ოთახში, სხვა სახლში რომ პირველი ღამის ეფექტია ძალიან შეიძლება. ნახევარ ტვინს ძინავს და სრული ძილი არ აქვს. რო ვაძინებთ მაგ დროს პათე მელატონინით ზუსტად. ეხლა ეგ უნდა მეკითხა, იმიტომ რომ სრული ინფორმაცია ხო არ გექნება თქვენ, იმიტომ რომ ხა ეს რაღაცები რო გარტოჭკობილი და გატრილი, რანაირად დაიძინო. არა, ვაძინებთ მაგ დროს, რომელიც ეს არის მელატონინი ზეგავლენას არ ახდენს, თავის მაგრამ რო აძინებ მე ის ფაზები აქვს გამოღვიძების და იმის ბუნებრივად, იმიტომ რომ ხო იმ პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ არის. ნახეთ, ჩვენ ხო ფაზების შესწავლას ეს ხო პოლისომნოგრაფიული კვლევა აპნოესთან მიმართებაში საუბრობ და ამ აპნოეს დროს ფეხების უნებლიე მოძრაობა თუ რა კონკრეტული თუ მე ლაპარაკი მაქვს რომ აქ უნდა დავინახო ჰიპერსომნია, ანუ მოჭარბებული ძილი ან მე მინდა რომ ის ეპიზოდი დავაფიქსიროთ, კამერიზირებული ოთახია ჩვეულებრივი.
კამერიზირებული ინფორმირებულობის თანხმობას პაციენტი ხელს აწერს, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ვიწერთ და ვაფასებთ. მაგალითად, როდესაც გვინდა რომ ის მოძრაობის პრობლემით მოვიდრო, ღამე მაგალითად ყვირის, ღამე მაგალითად დადის. მე მყავს ახლა პაციენტი 2 კვირაში უნდა ჩავწეროთ, ღამე 4 საათზე, ყოველ 4 საათზე იღვიძებს და ჭამს. მაცივარს აღებს და ჭამს. მაგრამ ცნობიერი არის? არ ახსოვს ეს მე. არ ახსოვს. ანუ აქ უნდა გაკეთდეს დიფერენციალური დიაგნოზი, ეს არის ძილთან დაკავშირებული კვებითი აშლილობა, პარასომნიის ფორმა, თუ კვებითი ეპილეფსია. კვებითი ეპილეფსია არსებობს? კი, რა თქმა უნდა, ეს ალკე ერთი кейსი მყავს, რომელიც ისიც თურქეთში მყავს ნანახი, ძალიან იშვიათია. ეპილეფსია რა საინტერესოა? კი, ეპილეფსიური გულყრის რა დგება და ჭამს და ზუსტად ძილის ლაბში მყავს ნანახი სტამბოლში, ძილის ლაბორატორიაში ეს პაციენტი და ამიტომ აქ დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გავაკეთოთ. ნახეთ, დაუკეტა 8 წელი ამ პრობლემის წინაშე დგას ეს პაციენტი და თუმცა პარასომნიები, რომელსაც ახლა ჩვენ მე ვახსენე, შესაძლებელია რომ აპნოეს ახლდეს თან. აი ამ ხრინვას ძილის დარღვევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. აი, აპნოეს რომ მიუბრუნდეთ, რა ხდება? მან რატო არის საშიში ეს? აპნოე ეს არის ყველაზე საშიში მდგომარეობა. აი ხო, სასაცილოდ არ ყოფნის საზოგადოებას ხრინვაზე რომ საუბრობ და სულ შეკავების ეპიზოდებზე. და აი ამ აპნოების დროს ხდება, ესე იგი, ტვინის აქტიური მუშაობა. იმაზე კი არა, რისთვისაც ღამე უნდა ჰორმონალური მექანიზმი, აღდგენა დაუშვათ სიტყვაზე, აი ეს პროცესები. გადართულია ტვინი იმაზე, რომ ჟანგბადი როგორმე ნორმალურად მიიღოს, წარმოიდგინეთ. ანუ ცდილობს, რომ ნორმალურად მიიღოს ჟანგბადი და ვერ იღებს. ანუ გადარჩენის რეჟიმშია. გადარჩენის რეჟიმშია თავის ტვინი აქტიურად ამუშავებს გულს. გული მუშაობს, ანუ ძალიან აღჩქარებულია, ჩვენ კარდიოგრამასაც ვუყურებთ მაგ დროს და ყველაფერს შესწავლის საშუალება გვაქვს. და რეალურად სატურაცია ამ დროს მკვეთრად ვარდება, გულის კუნთი აქტიურად მუშაობს. ჩათვალეთ, რომ სისხლის მიწოდება არ ხდება რეალურად თავის ტვინზე დარღვეულია, ბუნებრივია. და რისკი ეს არის პრედიაბეტის, რისკი ინსულტის, რისკი გულის ინფარქტის, მაღალი არტერიული წნევებით, როდესაც არიან ობეზიტი და მსუქანი პაციენტები, დღეს სამწუხაროდ უკვე ძალიან განვითარდა ჩვენი მედიცინაც, აი ბოლო რამდენიმე წელია, როდესაც კარდიოქირურგი ოპერაციას ატარებს, ადრე კითხვასაც არ უსვავდა, რომ ძილი როგორი გაქვთ. პირველი კითხვა კარდიოლოგებმა და ენდოკრინოლოგებმა, არანევროლოგებმა, ეს არ არის მარტო ნევროლოგის დასასმელი კითხვა. ეს უნდა დასვას, რომ შეხედავს, რომ ჰაბიტუსით გავს, ძალიან ესეთი სპეციფიური გამოხატულება აქვს რა, მაღალი წნევა, იმიტომ აქვს, რომ იქ ჰიპერქოლესტერინემიამ, იქ წონის მატებამ გამოიწვია უკვე ეს რეალურად. წონაშიც იმატებს ადამიანი მაგ დროს, იმიტომ რომ შიმშილის ცენტრი არის გააქტიურებული ამ დროს, როდესაც ტვინს ღვიძავს და აქედან გამომდინარე, ჯერ მოდი მოუწესრიგე აპნოე და მერე გადაწყვიტე რეალურად ეს სტენტირება, კორონაროგრაფია და ასე შემდეგ რა, სხვა კარდიოლოგია. ახლა მამაჩემ მაგალითად გაიგეთ ხვირის ოპერაცია, იმიტომ რომ ეგონა რომ როვერს უნდქავდა, მაგიტო ქონდა აპნოე. არანაირ. აი ნახეთ, შესაძლებელია. მანდ არის ობსტრუქციული აპნოეს 3 ხარისხი რა, ეს არის მსუბუქი, საშუალო, მძიმე. ობსტრუქციულ აპნოზია ლაპარაკი კიდევ არსებობს ცენტრალური, ძალიან იშვიათად ხდება რა. აი ამ 3 ნაწილის ფაზას ადგენს პოლისომნოგრაფია. ვერც მე ვერ დავადგენ, ვერც ოჯახის წევრი, ვიცით რომ ხრინავს, მაგრამ ამას აკეთებს პოლისომნოგრაფიის დიაგნოსტიკა. საშუალოა, მსუბუქია, საშუალო თუ მძიმე. ჩვენ ვღადავთ იმაში, აი ჩემპიონატი რო ჩატარდეს სუნთქვის შეკავებაში, მამაჩემი გაიმარჯვებს ღამე. იმდენ ხანს იკავებს. ეს არის სიცოცხლოდ ძალიან მნიშვნელოვანი და 10 წლით გაუხანგრძლივებთ ადამიანს სიცოცხლეს თუ მას დიაგნოსტირებაზე გაიყვანთ, ამის მკურნალობა არის იპოპ თერაპია ამ ეტაპზე მეტი ისეთი არაფერი. ანუ შესაძლებელია აპნოეს მოშუშება კი არა და კი, აუცილებლად. და როგორი მკურნალობა ინიშნება? მხოლოდ ძილის წინ გამოვიყენებთ ამ სიპაპს ან ბიპაპს აპარატია სპეციალური, რომელიც ღამე უნდა გამოიყენოს ადამიანმა. ამ დროს და რამდენი ხნის განმავლობაში? ან მთელი ღამე გამოიყენებს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, მე ისევ ხდება პოლისომნოგრაფიული შეფასება, როგორ დარეგულირდა გულის პულსი, სატურაცია, რამდენად სწორად მოიხმარს ადამიანი. იმდენად დღის განმავლობაში იმდენად კარგად გრძნობენ თავს, მეხსიერების პრობლემებიც კი აღარ აქვთ, არც ძილიანობა აქვთ დღის განმავლობაში. ხო, ნუ მამჩემ ვერ იძინებს და მთელი ღამე დგას და ან სიგარეტს ეწევა რომ მე ჩაეძინოს, ანუ ადგება, დაწובה. ხო, დაი
და წონა რამდენია? სკაფანდარა ძალიან თხელი. ძალიან თხელი აქვს. შესაძლებელია, რომ ცენტრალური აპნოეც იყოს, არ ვიცი, ან თუ ძილის დარღვა, თუ ინსომნიაზეა ლაპარაკი და უძილობაზეა ლაპარაკი. ეგ სხვა მომენტია, მაგრამ მე ვსაუბრობ, აი ნახეთ, როდესაც ადამიანებს აქვთ აპნოე, ისინი ჰიპერსომნიისკენ, ანუ ძილიანობისკენ არიან მიდრეკილები. სულ უნდა ძილი. მამა ჩემიც ეს. იმიტომ რომ ღამე არ ძინავს და დღეს სულ ძილიანები არიან. და ესე იგი რა კაი აპნოე თუ იკურნება, გადასარევი ამბავია ეს. ხრინვას რა შეეხება? ხრინვა საშიშია. ხრინვა ეს იდეაში ერთ-ერთი ნიშანია, რომ შეიძლება რომ აპნოე ქონდეს პაციენტს. ეხლა ხრინვას რაც შეეხება, ხრინვა ცალკე სიმპტომია, არანევროლოგიური შეიძლება ეს იყოს, ეს აქ ძალიან მნიშვნელოვანია არტიკულაციური მდგომარეობა, აი ბავშვები რო ხრინავენ ალბათ გიგიათ და გლანდების ოპერაციას უკეთებენ და მაინც ხრინავს სიტყვაზე. იმიტომ ხრინავს, რომ შესაძლებელია რომ ზედაყბის შევიწროვება აქვს ბავშვს და ჭირდება ორთოდონტი და არა ოტორინოლარინგოლოგი. აქ უკვე ტყულა მოდღლიზეს და აქ ყბის ანუ გასწორება, ბრეკეტები, აი ძალიან მნიშვნელოვანია ენის ძირის დათვალიერება, სასარამხელა. ისე ეხლა ერთი ანუ ეს სახის იოგა რო რა სახებს რო გაკეთება ხოლმე. შესაძლებელია, მაგრამ ხრინვა გამოასწოროს, იმიტომ რომ ხრინვა ხო რა არის, ანუ მეწარმომიდიანია ესე ეხა ანატომია რო წები, აი ეს დუნდება. ასაკში ხრინვა კიდევ სხვა არის, ანუ მაქსიმალურად ჰიპოტონიაში გადადის კუნთები, აი მაგ დროს ზუსტად რომ გონიათ რომ მე დაუბერი და მაგიტომ ხრინავ, ზუსტად აი ამ სიბერეს უნდა ებრძოლოს იმით რომ აქტიურად აი ზუსტად კუნთების აქტიური ვარჯიში უნდა გააკეთოს. ანუ სახის იოგა რო გააკეთოს ადამიანმა ასაკში თუ ხრინავს, შესაძლებელია ხრინვა შემცირდეს ასე ვთქვათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი, რომ ასაკში უფრო მეტად ზურგზე წოლა უყვართ ხოლმე რა, ზურგზე წოლა და ეგრევე მეტად ხდება ხრინვა, ამიტომ რა თქმა უნდა ერთ-ერთ გვერდზე ჯობია, ფიზიოლოგიურად ურჩევ ხოლმე პაციენტებს, რომ ეს არის ხელოვნური აპნოეს, ხელოვნური სიპაპი თითქოს, ანუ უკან ვამაგრებინებ ხოლმე ჯიბეს და ჯიბეში ჩოგბურთის ბურთს ვადებინებ. ჯიბერას? ანუ უკან ჯიბერა, იმაზე პიჟამოზე. ჯიბეში ჩადონ, ჭირდებენ ბურთს და ძილში, აი და ზურგზე რო არ დაწნე? გადმობრუნდებიან ხოლმე, მუშაობს ყვეთეში. ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი თუ დავადგინე რომ დავუშვათ, აი აპნოე აქვს, ანუ ხრინვისთვის მოიყვანეს ადამიანი და ვხედავთ რომ ეს ხრინავს მარტო აპნოე არ აქვს სიტყვაზე და აქვს ხრინვა მარტო ზურგზე წოლისას. ეხა ხო არ გააღვიძებს სულ და ჯერ ცხოვრების ხარისხს ისე უთრგუნავს მეუღლეს ან პარტნიორს რომ მე როგორ მძინავს ცი? ერთი ფეხი მაქვს ეს შემოღლეს. ანუ ფაქტობრივად მე ვღვიძავს რა. აი რა ფენომენია გიხსენებთ? ხარ ღრმად ძინავს. აი ხერხავს და შეხები თუ გაჩერდება. ხო, გამოაღვიძე რა. არ გამომიღვიძებია შევეხე. და ეს ნუ ოღონდ შეხების ხარისხები იმატებს რა. ხო, მე უფრო თავიდან ნელა. მე ესე დავარტყავ ხოლმე. მე მიუჯლუგუნე. ანუ გააჩნია ალბათ რა ფაზაშია, მაგრამ აი ეს რა ფენომენია. ასე არ ახსოვს მე ხო? არ ახსოვს არა კი. ანუ ერაუზელი ფენომენია რა, ანუ შემხებლობითი, ნუ იღვიძე, თლად არა იღვიძე. და ჩუმდება. არა რას არა გეტყვი რას ჩუმდება კი არა. პირველ ფაზაში ჩუმდება კი არა. ანუ ხრინვის გარეშე სუნთქავს. ანუ ხო შეიძლება ჩათვალო რომ ხრინავს, იმიტომ რომ ალბათ აი რაღაცა მოუდუნდა უგაუბერა. მამაღლა სუნთქავს თქვენ ამ. არა, ხრინავს. აჰა. და მე მგონია რომ ალბათ იმიტომ ხრინავს რომ ვერ სუნთქავს, იმიტომ რომ ეს კუნთები არ ვიცი რა და რომ დაარტყავ ფეხს სუნთქვას იწყებს შეულებრად ძილს აგძელებს. ხო, მაგრამ მე ისე ხრინავს. მე ხრინავს ისე. ხო, ნუ ეს არის რომ ფაზები შეიცვალა ძილის. და ხრინავს ადამიანი, უნდა გამოიკვლია რა ხრინვა შეიძლება გამოსწორდეს. გვეშველება ამ ქალებს გვეშველება რამე. ხრინვა აუცილებლად უნდა შეისწავლოთ რატო ხრინავს. ამ ხრინვის დროს ისე შეიძლება რომ გამოგეპაროთ თქვენ აპნოე და ისეთი მძიმე დაავადებების რისკის ქვეშ დადგეს ეს ადამიანები. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ დარწმუნებული ვარ შეგიძლიათ ძალიან კარგი თქვენ ხართ რომელ ქალაქში რა მითხარით? მადრიდში. ხო, მე ბარსელონაში ვიცი ძილის ლაბორატორია, მადრიდში იქნება აუცილებლად და საზღვარგარეთ ყველა ფინანსდება. როგორც პოლისონოგრაფიული კვლევა, ასევე სიპაპის აპარატს ჩაგახუტებს სახელმწიფო, როგორც მისი ცხოვრების ხარისხი. თითოეული პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა ეს არის ქვეყნის
ძალიან დიდი მნიშვნელობა და გამარჯვება ძილი არის ყველაზე პირველი მნიშვნელოვანი ხარისხის. ჩვენთან ისეთი ძვირი ღირს პოლისომნოგრაფიული კვლევა, სიპაპ ტიტრაციით კვლევა, სიპაპი აპარატი მინიმუმ $500. აი ძალიან მისახედია ეს მიმართულება. ესე იგი, ადამიანს, რომელსაც აქვს აპნოე, რა თანხებში არის გავარდნილი? აი ძალიან ძვირი ღირს პირველადი დიაგნოსტიკა. პირველადი დიაგნოსტიკა დაახლოებით. სადღაც 700-800 ლარამდე. ასევე სიპაპ ტიტრაცია. ამ 700-800 ლარში შედის დარჩენა ღამე? კი, რა თქმა უნდა შედის. 800 ლარამდე მეორე ეტაპია, რომელსაც ორ კვირაში ატარებს სიპაპ ტიტრაციით, უკვე სპეციალური ჰოსპიტალური სიპაპს ამაგრებ და ეუბნები, რომ რა წნევაზე უნდა დამაგრდეს მე ეს აპარატი და ცალკე აპარატი, რომელიც ჩინური, ყველაზე იაფი, ღირს $500. ძალიან ძვირი. და მაგრამ ამას ხო, ანუ ერთი $500 1500 ლარი, 1600, დაახლოებით 3000-დან 4000 ლარამდე მერყეობს ეს. დაახლოებით ესე მერყეობს, მაგრამ ძალიან სერიოზულად სამაგიეროდ 10 წელს გიმატებს და თუ 10 წელს გიმატებს და რო გადაანაწილოს 3000-4000 ლარი 10 წელზე, მე მგონია, რომ აქაც ჩვენი მონდომება ძალიან მნიშვნელოვანია, მონდომებულებიც ვართ და რა ვიცი, ძალიან ბევრ რამეზე უკვე კომუნიკაცია დაწყებული ჯანდაცვის სამინისტროსთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფომ რაღაც გარკვეულწილად დაფინანსება გააკეთოს პაციენტის, თუმცა პოლისომნოგრაფიის დიაგნოსტიკამდე რომ მივიდეს და კარგი აპარატს ან იქირავებს, ან იყიდის პაციენტი. იმიტომაც არის ალბათ დღეს ეს. მე მგონი ყველაფერი იმდენ, ანუ არა მარტო ძილი, კარდიოვასკულარული სისტემა, იქ რესპირატორული, ან იმდენად ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი არის, ყველაფერი უნდა ფინანსდებოდეს რეალურად, მოდი ამაზე შევთანხმდეთ. ძილი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და მგონი აი აქედან რომ დავიწყოთ, იქ კარდიოლოგიური პრობლემებიც ნაკლები იქნება, ენდოკრინოლოგიური პრობლემებიც ნაკლები იქნება, ნევროლოგიური ძილის დარღვევით, რომ მოდის პირველი პაციენტი ძილის დარღვევა მაგ და არაფერი არ მაწუხებს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლისომნოგრაფიულ კვლევას ვთავაზობ. თვითონვე მოდიან ეს პაციენტები, რომ აი რაღაცა დამეხმარეთ, რომ გამოვიკვლიოთ ძილი. ნუ ხო ხვდებით რამდენი იმიტომ რომ აწუხებს, არ არსებობს, ანუ დაღლა არ ანუ ისიც ხო არის აი ძილიდან დაღლილი რო დგებიან, ხო? ძილიდან დაღლილი მაგიტომ დგება, რომ ღამე იტანჯება სრულფასოვანი ფაზები რა თქმა უნდა, ანუ ერთ-ერთი ნიშანი კიდე აპნოეს არის ის, რომ რამდენჯერმე დგებიან მოსაშარდად. ანუ ეს ფუნქციაც დარღვეულია. მოსაშარდად დილას პირი მშრალი აქვს, თავის ტკივილით იღვიძებს, დღის ძილიანობა აქვს, ემოციურად რაღაც გაღიზიანებული, მეხსიერების პრობლემები მოდის. ძალიან დიდი სირთულეებია. ავტოავარიების რისკი ძალიან დიდია ამ დროს. ამიტომ საჭესთან ჯდომა არ შეიძლება მანამ ამას არეგულირებს საზღვარგარეთ სახელმწიფო. თუ დადგენილი გაქვს, ხო? და რა მნიშვნელობა აქვს რის გამო დაკარგავს გონებას. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კიდევ ძილის დარღვევების, ეს არის ნარკოლეპსიები, მაგალითად ნარკოლეპსია, ანუ დღის ძილიან უეცარი ძილი რო უნდებათ ადამიანებს და თავს ჩამოდებენ 15-20 წუთით რო იძინებენ. მაგ დროსაც ძალიან დიდი აქცენტი აქვს სახელმწიფოს, რომ ეს ძღოლად რო იწყებს მუშაობას, პოლისომნოგრაფიულ კვლევას აკეთებინებენ, რომ ეს გამოირიცხოს ეს რისკები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა ანდო და მფრინავებს და ამას ყველას უტარებენ წლის განმავლობაში ამ კვლევას. ამიტომ ძალიან მოკლედ, ძილი რომ მნიშვნელოვანი არ იყოს, ჩვენ ანუ ის ნახევარი რაც გვიძავს, ზუსტად ის ნახევარი გვძინავს ბიოლოგიურად, ევოლუციურად და ამდენი ხნის განმავლობაში, ხო? ხო, და ეს რომ მნიშვნელოვანი არ იყოს, რა ვიცი ხარ, როგორ არ უნდა გაიაზროს ადამიანმა მისი მნიშვნელობა, იმიტომ რომ აი ამდენი წლის მანძილზე რაც კი კაცობრიობა არსებობს, ნახევარი გვძინავს, ნახევარი გვიძავს. ანუ ძილი არის საჭირო, რომ დღის განმავლობაში რაც დავანაგვიანეთ ჩვენი ორგანიზმი აღვადგინოთ და რაღაცა ესეთი გავფილტროთ, კი ბატონო. უღრმესი მადლობა, ძალიან ვერ ამოვწურეთ, მე მგონი იმდენი კითხვა დამჭა ხა პასუხებელი. ვერ ამოვწურათ ამას ვერასდროს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი პოდკასტები მაქვს, რომ მე კიდევ მე კარგად გავშალოთ. ჩვენ ჩავშალოთ ეს თემები სხვადასხვა ფაზები, იქ რა ხდება, როგორ ხდება და ასე შემდეგ. უღრმესი მადლობა ამ დროისთვის, მით უმეტეს დღეს ესეთი დღე არის, რომ დასვენების დღე არის, მაგრამ მოხვედით. მაინც ჩემთან ამას ძალიან ვაფასებ და ძალიან დიდი მადლობა ბევრი წარმატებები თქვენს განყოფილებას და მინდა რომ ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული პაციენტი დაუბრუნოთ, ასე ვთქვათ, სამშობლოს და ქვეყანას. უღრმესი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მადლობა, კარგად.